ნერვების ომი თბილისის საკნების ქალაქად იქცა. რატომ ფიქრობენ აქციის ორგანიზატორები, რომ ქუჩის პროტესტი ერთადერთი გზაა მიზნის მისაღწევად? თუ არა ქუჩა, ორი გზა არის. ერთი მარჯვნივ დიქტატურა, მეორე მარცხნივ განატრიალება და სწორედ იმიტომ, რომ არც ერთი გვინდა და არც მეორე. ჩემ დგევართ ჯიუტად ამ ერთ გზაზე. ვიწყებთ საკნების ქალაქის მშენებლობას. პარლამენტიდან საკანში ყოფილ თანაგუნდელებს გიორგი ცაგარეიშვილი უერთდება. დეპუტატი უმცირესობას და ფრაქციას ტოვებს. უერთები აი ამ ფორმით დღეს დავიკავებ ჩემ კუთვნილ ადგილს საკანში, ჩემ მეგობრებთან ერთად, ჩემ ხალხთან ერთად. ქუჩა თუ მოლაპარაკების მაგიდა, არის თუ არა დიალოგი ერთადერთი გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან, ვინ რას ურჩევს დაპირისპირებულ მხარეებს? ევროკავშირი მზად არის ხელი შეუწყოს ამგვარი შეხვედრის მომზადებას. ჩიხიდან გამოსავლის პოვნას დავიწყებთ არა მარტო იმაზე ფიქრით, ჩვენთვის როგორ ვიპოვოთ გამოსავალი, არამედ იმაზე ფიქრითაც სხვას ჩვენს მოწინააღმდეგეს როგორ ვაპოვნოთ გამოსავალი. დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია და ყველა პოლიტიკური ძალა ამას უნდა ხდებოდა. განსხვავებული პოზიციებით სალომე ზურაბიშვილი, პავლე კუბლაშვილი, გიორგი ცაგარეიშვილი და გიორგი თარგამაძე დღეს პოზიციაში. საზოგადოების პოზიცია, რა როლი აქვს მიმდინარე მოვლენებში სახალხო დიპლომატიას? მიგვაჩნია, რომ თითოეულ ჩვენგანს ეკისრება უშუალო პასუხისმგებლობა საქართველოს მომავლის წინაშე. დიალოგი თუ რადიკალიზმი, რას თავაზობენ პოლიტიკოსები ხალხს და რას თავაზობს საზოგადოება ხელისუფლებას და ოპოზიციას? დიალოგი არახელისუფლების შენარჩუნებისათვის, დიალოგი არახელისუფლებაში მოსასვლელად, არამედ დიალოგი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. უცილებლიც არის დიალოგი მთავარი, ეს ლაპარაკი მარტო ლაპარაკად არ დარჩეს ასე თუ რაღაცა გააკეთონ მართლა. სიტყვა ერთია, საქმე მეორეა. ჩვენ აქ ვართ რის გამო? ყველაფერი წესრიგშია ქვეყანაში. პროტესტი საკნების ქალაქში, შეხვედრა შერატონში და მიმართვა ლიტკაფეში. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და მათი პოზიციები. ლაშა ბაქრაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, მაჩიკო გულედანი და ნანკა კალატოზიშვილი დღეს პოზიციაში. ფაშისტთა ნერვების ომი და აქციების მე-15 დღე თბილისის საკნების ქალაქად იქცა. რა სტრატეგიით განაგრძობს ოპოზიცია მოქმედებებს და რა გეგმები აქვთ აქციის ორგანიზატორებს? წარმოგიდგენთ ჩემს პირველ სტუმარს, საქართველოს გზის ლიდერის სალომე ზურაბიშვილის პოზიციას მოვისმენთ დღეს ამ გადაცემაში. საღამომშვიდობისა ქალბატონო სალომე, დიდი მადლობა პირველ რიგში სტუდიაში მობრძანებისთვის და გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდი დავიწყოთ იმით, რომ დღესასწაულების შემდეგ განახლდა აქციები, ითქვა, რომ ეს იქნება მესამე და ასე ვთქვათ საბოლოო ტალღა ოპოზიციის, ამაზე კეთდებოდა განცხადებები. თბილისის მთავარი გამზირები და ქალაქი იქცა საკნების ქალაქად, ყოველდღიურად იძაბება და უფრო ვთქვათ, ასე ვთქვათ, ეს ვითარება თუ მუხტი უფრო ესე ვთქვათ, წავე ხდება. რა სცენარს ხედავთ მოვლენების განვითარების ოპოზიცია და რა არის თქვენი პროგნოზი, ვთქვათ, რა ვადებში, რა პერიოდში გეგმავთ, რომ ვთქვათ, თქვენი მოთხოვნების და მიზნის მიღწევას შეძლებთ? ჯერით მინდა მივესალმო სრულიად საქართველოს, იმიტომ ძალიან იშვიათად მეძლევა საშუალება, რომ ისეთ არხზე გამოვიდე, სადაც შემიძლია მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ სხვა რაიონებში და სხვა ქალაქებში. და სწორედ ამით იწყება სწორედ ჩვენი გეგმები, რომ დღეს ამ საღამოს ამ წუთში შემოდიან თბილისში ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ჩამოდიან დასავლეთიდან და ხვალ და ზეგ აღმოსავლეთიდან. ამჯერ ეს არის ახალი ტალღა, იმიტომ უკვე 2 დღის წინ ჩამოვიდა ძალიან დიდი პარტია. დღეს ჩამოდიან ალიანსის, ჩვენი თანამებრძოლების ალიანსის პარტიის წევრები და არაწევრები, სხვათა შორის ეს არ არის მხოლოდ პარტიებისგან ორგანიზებული, ეს არის ის თანაზიარება ვთქვათ ამ აქციის, რაც ბუნებრივი არის, საჭირო არის, რომ ეს არ იყოს მხოლოდ რასაც ამბობდნენ ჩვენზე დასაწყისში, რომ ეს არის მხოლოდ თბილისის, ჯერ იყო მხოლოდ ვაკე, მერე გახდა მხოლოდ თბილისი და ეხლა უკვე მე მგონი ყველასთვის გასაგები არის, რომ ეს არის მთლიანად საქართველოს პროტესტი იმ დღევანდელ სიტუაციის მიმართ, რომელიც უკვე ამის ატანა აღარ შეიძლება და ეს არის ამისი გამოხატვა. ძალიან და მე ეს მინდა ვთქვა ყველასთვის, იმიტომ სულ მუდამ არის манипуляция ამ თემის, რომ შეიძლება დაპირისპირება, არანაირი დაპირისპირება, ეს არის ძალიან მშვიდი, ძალიან დინჯი ფორმა, ყველაზე მშვიდი და ყველაზე დინჯი ფორმა, რაც შეიძლება ადამიანმა გამოიგონოს, ეს არის დგომა. დგომა ერთ ადგილას,
დგომა იმისთვის, რომ თავისი ღირსება დაიბრუნოს პირველ რიგში. ქალბატონ საუმე, ჩაგიკითხებით ამ წელს ახსენეთ, რომ ეს არის მშვიდობიანი აქციები უდავოდ, მაგრამ არის სულ საუბარი, რომ შესაძლოა იგივე თქვათ ხელკეტების თემა დღეს გამოჩნდა და მე გაკეთა განცხადებები ოპოზიციის მხრიდან, რომ დასაცავად გვჭირდება თქვათ ჩვენ ეს ხელკეტი თუ ბეისბოლის ბიტა ჯოხები ყოველ შემთხვევაში ასე ვთქვათ ზოგმა დროშის ტარი უწოდა მას. დღეს გაკეთა ასევე განცხადება, რომ შესაძლოა მოხდეს პატარა სისხლისღვრა კრიმინალებსა და ქართულ ხალხს შორის ოპოზიციის ლიდერი ლეონ გაჩეჩელაძე გულისხმობდა ხელისუფლებას ამ კრიმინალებში მის განცხადებაში ასე ითქვა, ანუ რას ნიშნავს ეს განცხადებები, როდესაც სულ არის საუბარი, რომ რა თქმა უნდა ეს არის მშვიდობიანი აქციები, მაგრამ მე მითო კითხეთ, რა სცენარს ელოდებით ვთქვათ განვითარების პროგნოზი როგორია თქვენი? დღემდე გასაგებია ვთქვათ რაც ხდებოდა ყველა ადამიანს. არის რომ ჩვენ გვიჭირავს ეს მოძრაობა როგორც არის, ძალიან ბევრი ადამიანები გამოდიან და მე ყველას მოგიწოდებთ რომ მოდით და ნახეთ ამ ადამიანების სახეები და როგორ დგანან იქა. ყოველ დღე მართლა ეს იყო პირველი მოწოდება რომ მოდით და თუნდაც 1 საათი გამოდით იქა და იქ და ეს არის შენარჩუნებული. ეხლა ის რომ ხელისუფლება, ძალაუფლება უпростоრეთ მიმართავს და ამაში უკვე ჩანს რომ ნერვები უმტყუნებს, მიმართავს ისეთ ფორმებს, რომელიც არის ცნობილი პოლიციურ რეჟიმებში, რომ რაღაცა ნაწილი კრიმინალები, ზონდერ ბრიგადები თუ არ ვიცი როგორ დავარქვა, იმიტომ მე ნაკლებად მაქვს შეხება ამ ტიპის ქმედებებთან. ამათი გამოყენება ღამღამობით ბნელ ქუჩებში ჩვენი ახალგაზრდების წინააღმდეგ რომელიც ბრუნდებიან სახლში ან დილით ადრე ამ საკნებისში წოლარე ადამიანების მიმართ ეს ყველაფერი არის ცნობილი მე მგონი არავის მე ამას არ ვასწავლი იმიტომ ეს არის ძალიან ძველი მეთოდები რომელიც ადრე ბოლშევიკურ რეჟიმს იხმარა თავის დროზე და ეს ტექნოლოგიათ აიყვანა და არ არის გასაკვირი რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო რომელსაც ვხედავთ ახლა ფირებს ესეც არის ერთი ნიშანი იმისი რომ ჩვენ ვართ პოლიციურ რეჟიმში სამწუხაროდ გაჩნდება ეს კითხვა თქვა და როდესაც ვხედავთ რომ იქ ვადრიბიწაზე ჩანდა თქვა ურიგებს ხო ახლა მე ვიცი რა თემაზე აპელირებს კაისა მაგრამ მე ინტერესებს მე კითხავს რა არის ის შინაგან საქმეთა სამინისტრო რომელიც არის დაკავებული ყოველდღიურად იმით რომ გადაიღოს ერთი არ ვიცით სად არის ეს ფარული კამერები გადაიღოს ასეთი სცენები და მე აჩვენონ იმ ტელევიზიაში რომელიც ჩვენ არ გვაჩვენებს ყველა ტელევიზია მაჩვენა ეს კადრები ოფიციალური ეს კი ყველა კადრები არა მე მაგრამ ჩვენი კადრები პირველი არხმა უკვე დაარღვია თავისი სიტყვა და აღარ აჩვენებს პირდაპირ ეთერში ჩვენ განცხადებებს მაგრამ ამას აჩვენებს და ეს არის ყველა 4 საათზე და 8 საათზე პირდაპირ ეთერში ხდება ჩვენება აღარ არის აღარ არის მე არ ვარ ძალიან კომპეტენტური ამაში მაგრამ მე ხშირად მინახავს ეს პირდაპირ ჩართვები კარგი იყო რაღაც მომენტში მე გადავიდა 4-დან 5-15 წუთზე 5-20 წუთზე მე აღარ იყო მე იყო ნახევარი მაგრამ ძალიან დიდ დროს უთმობენ დანარჩენს ესე იგი დილით როგორ არის საკნები როგორ დაულაგებელი არის ქალაქი მაგრამ ეს უგულავას უნდა ვკითხოთ ამაზე პასუხი იმიტომ ჩვენ ვართ მზად რომ დავალაგოთ და მანქანები მოვიდნენ და წაიღონ ის ნაგავი რაც არის მათი მოვალეობა თუ კიდევ მართავენ ამ ქალაქს ამიტომ ეს დაპირისპირება დაუბრუნდეთ ამ თემას დაპირისპირება ნამდვილად არ იქნება ეს ზონდერ ბრიგადები ალბათ მაინც ვერაფერს ვერ მიაღწევენ იმიტომ ძალიან რთული არის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ამ ფორმებით დაპირისპირება არ გამოუვათ მე ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული იმიტომ რომ ვიცი რომ უკვე ამ ხელისუფლებას არაფერი აღარ გამოსდის ყველა მისი მცდელობა არის უშედეგო და ვერაფერს ვეღარ აღწევს თუნდაც სამ ქვეყნის მართვას ეს უკვე დამთავრებულია ვართ პარალიზირებულ ქვეყანაში ქალბატონ სალომე როდესაც საუბრობთ ამ დედაქალაქში თქვენ ისიც თქვით რომ ეს არის სახალხო პროტესტი თუმცა არის რა თქმა უნდა გარკვეული ნაწილი საზოგადოების რომელიც ზოგი არ უერთდება ამ პროტესტს, ზოგი თქვა სხვა პოზიცია აქვს, ზოგს საერთოდ პოლიტიკაში არ ერევა, ანუ არიან ის ადამიანები ჩოლ რეჟიმში განაგრძობენ ცხოვრებას დედაქალაქში და სულ არის ამაზე საუბარი, რომ მაინც ვიღაცის უკმაყოფილებას ეს მთავარი გამზირების გადაკეტვა ის, რომ საკნები დგას ქალაქში იწვევს. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებს ოპოზიცია თქვა გარკვეული ნაწილის აი უკმაყოფილების თავიდან აცილებას? მე ვიცი ოპოზიციის მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ იგივე ის ნაწილი, ვინც თქვა სოლოლაკელები იყვნენ ეს ქალბატონები არიან სოლოლაკში, ასე რომ მესმის, თუმცა სხვაებიც ხომ
ცხოვრობენ, მაგრამ კეთება გაცხადებები რომ ეს არის მეზობლები მოვიდნენ და ჩავამბარეს ანგარიში, დიახ, მაგრამ დავანებოთ თავი. ეს მაინტერესებს რას ეტყვით თქვა ამ ნაწილს საზოგადოების, რომელიც ნამდვილად ვერ ხდება და სატრანსპორტო ერთგვარი ბლოკადაა ქალაქში შექმნილი. ხო, მე ვეტყვი არაფერს არ ვეტყვი. ეს არის ჩვეულებრივი ფორმა, როცა ხელისუფლებამ ყველა სხვა გზა გადაგიკეტა. იმ დროს მე ვერ ვნახე ვინც ამაზე პროტესტს აცხადებდა. ყველა გზა ჩვეულებრივი დემოკრატიული გზა თავისი პროტესტის გამოხატვის, რაც არის არჩევნები, რაც არის სასამართლო, რაც არის თავისუფალი მედია, ყველაფერი ეს გადაიკეტა ნელ-ნელა ამ ქვეყანაში, სანამ ხალხი არ გახდა იძულებული, რომ გავიდეს ქუჩაში და ქუჩა გადაკეტოს. ეს არის შედეგი. ეს ხო არ არის ვიღაცის გადაწყვეტილება, რომ აი მოდი და ვიღაცას შეუშალო ხელი. და მეორე, ჩვენ თუ გვაქვს პრეტენზია, კიდევ მე მგონი თითქმის აღარა გვაქვს, მაგრამ თუ კიდევ გვაქვს პრეტენზია, რომ ვიცხოვროთ დემოკრატიულ ქვეყანაში, დემოკრატიული ქვეყნის მთავარი ერთ-ერთი წესი არის ის, რომ ვინც იფიცება და ვისაც მოაქვს რაღაცა დისკომფორტი სხვებისთვის და მე მახსოვს პარიზში როგორ ერთი თვეზე მეტი გაგრძელდა ძალიან სერიოზული სხვათა შორის ამას მოყვა გადადგომა მთავრობის ძალიან სერიოზული გაფიცვა იყო სადაც ყველა ტრანსპორტი იყო გაფიცული და ძალიან დიდი ქალაქი არის პარიზი სადაც ბევრი ადამიანები ხალაგარეთ ცხოვრობენ დილით მოდიოდნენ დგებოდნენ 5 საათზე და ფეხით მოდიოდნენ სამსახურში და იყო ზოგიერთი ადამიანების, ახლა ტელევიზორები იქაც წერდნენ ვიღაც ადამიანების რაღაც პროტესტს, მაგრამ ზოგადად მოქალაქეებრივი შეგნება ისეთი არის, რომ ზოგადად მიღებული არის ყველა დემოკრატიულ ქვეყნებში, რომ გაფიცვა არის უფლება და შენ როგორც მოქალაქე, რომც არ უერთდებოდე იმ გაფიცვას და ამ შემთხვევაში მე მგონი ძალიან ცოტა არის, რომელიც არ უერთდება, შენ უნდა მოითმინო ის დისკომფორტი, იმიტომ ის დისკომფორტი გამოდის სწორედ იმიდან, რომ ვინც იფიცება და ვინც ამ ფორმებს მიმართავს ქუჩის ფორმებს, ეს არის ის ადამიანი, რომელსაც თავისი უფლებების დასაცავად სხვა არაფერი გააჩნია. და ეს არის დღევანდელი ჩვენი ძალიან რთული სიტუაცია, რომ მართლაც ჩვენ არაფერი სხვა არ გაგვაჩნია, გარდა ეს მშვიდობიანი ქუჩა და მე ვთქვი გამოსვლაში და კიდევ ვიტყვი აქა. რომ ჩვენ რადგანაც ვარი ვთქვით, არ მოგცეს სხვა საშუალება დემოკრატიული, სასამართლო არჩევნები ყველაფერი ის, რაც საჭირო არის იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ამ დონემდე არ მივიდეს. და მე მქონდა ერთი არჩევანი ჩვენ ის ძალადობის, თქვათ, გადატრიალების, იხმარა ამ ხელისუფლებამ თვითონ ხელისუფლებაში მოსვლისთვის. ვარდების რევოლუცია სხვა რა იყო, თუ არა ძალადობის გამოყენება. ჩვენ ამაზე ვარი ვთქვით პირველი დღიდან. და ვიტყვით ბოლომდე, იმიტომ ეს არ არის გზა, ჩვენ გვიჭდა რატომ დასახელდა მე უბრალოდ ეს იმიტომ მაინტერესებს, რომ უშვებთ, რომ თქვა რაიმე შესაძლოა სისხლის ზღვა, რა იგულისხმება და როცა ლაპარაკობთ, შესაძლოა იყოს პატარა სისხლის ზღვა. დღეს გაკეთეს საჯაროდ ესეთი განცხადება. მე გავაკეთე განცხადება არა იმ ფორმით, როგორც ლევანმა გააკეთა, მაგრამ ამ საღამოს ყველა ვინც მოდიოდა ამ ძალიან მშვიდობიან აქციაზე, ამბობდა რომ გარე ქუჩებში და მე ვნახე იგივე ადამიანები, როცა ვიყავი ქალთა საპრობილესთან იმ დღეს. ზიან გადაცმულ ფორმებში ძალიან ბევრი ადამიანები 4-4 კაცი მანქანებში ჩვენ ყველამ ვიცით რას ნიშნავს ახლა ან გვინდა დავინახოთ ან არ გვინდა რომ დავინახოთ ეს ადამიანები თუ მიმართავენ ძალადობას შეიძლება ნაწილმა ახალგაზრდებმა მეტადრე თავი დაიცვან მაგრამ ეს არ ნიშნავს მოქალაქეობრივი დაპირისპირება ეს არ არის მოქალაქეთა ომი და ასე შემდეგ არ იქნება ეს დაპირისპირება იმიტომ საზოგადოება არის ძალიან მშვიდი და იცის რა უნდა იცის რომ უნდა მივიდეს არჩევნებამდე ამ ერთი ადამიანის გადადგომის და სხვათა შორის თუ ვინმეს ეშინია სისხლის ზღვრის თუ ვინმეს ეშინია ძალადობის თუ ყველა ღელავს მაშინ ყველამ ერთად უთხრათ იმ ერთ ადამიანს ვის გულისთვის ეს ყველაფერი ხდება და ამდენი უკვე მოხდა ამ ქვეყანაში და არა მხოლოდ ომი მაგრამ ყველაფერი დანარჩენი ის ახალგაზრდები ვინც დაიხოცენ ის უსამართლობა ის რაცაც გამოყავს ხალხი ამ ავდარში ეს არის უსამართლობის და უსაძლისობის გრძნობა. მაშინ ვუთხრათ იმ ერთ ადამიანს, რომ რაღა გართა ერთი ადამიანის გადაწყვეტილება ჯიუტად რომ ერთ სკამზე იჯდეს, გადადგეს, იყოს ახალი არჩევნები და მივცეთ საშუალება მშვიდობიანად ამ ქვეყანას რომ სოფლიოს დაუმტკიცოს, რაც ამ ქვეყანას შეუძლია. მე ვარ ამაში ღრმად დარწმუნებული, რომ ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ ყველაზე ნორმალურ ცივილიზებულ ფორმებს, დავიბრუნოთ ის ჩვენი არჩევნები,
გაკითხოთ ზუსტად როდესაც აი თქვენ ამ საკითხებზე საუბრობთ და ცივილიზებული ფორმები ახსენებთ, თქვათ იყო შემოთავაზება დიალოგზე, რაზეც ითქვა ოპოზიციის მხრიდან უარი. არა, ეს იმიტომ რომ არ არსებობს ნდობა, თქვათ დასახელდა ბევრი მიზეზი, მე სხვა რამ მინდა უბრალოდ გითხოთ, თქვენ ესეთი ტერმინიც იხმარებთ, თუ ეშმაკის გზა უწოდეთ დღეს დიალოგის გამართვას. სხვადასხვა ეს ბევრს კიდეც გაუკვირდა, როდესაც დიპლომატიურ წარსულზეა თქვენზე საუბარი, არ ელოდნენ ესეთ ვთქვათ, როგორ ვთქვა, მწვავე განცხადებას. რატო არის მწვავე? სიმართლე მწვავეა. დიალოგზე, მე სხვა რამე, უარს დიალოგზე. ხო, სწორედ თუ მე ჩემი პროფესიით რამე ვიცი და რამე გამიკეთებია 30 წლის მანძილზე. ეს არის დიალოგი და მოლაპარაკებების ჩატარება. ასე რომ ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს დიალოგი, რას ნიშნავს მოლაპარაკებები. სალომე და ითქვა ცალსახოვარი ყველა საკითხზე გარდა პრეზიდენტის გადადგომისა, რაზეც ხელისუფლება ამობს უარს. აგიხსნით რატომ? ხო, მე ის მაინტერესებს, რატომ უარი და მაშინ ვთქვათ, რა ფორმით ხედავთ რაღაც გამოსავალს. ვთქვათ, გარდა გადადგომისა, რასაც ხელისუფლება ამობს, რომ არაპირებს პრეზიდენტი გადადგომას და ამ თემაზე საუბარს. ჯერ ერთი ის უნდა დავიწყოთ იმის თქმით, რომ არ არსებობს დიქტატორი, რომელიც თავის გადადგომაზე თანხდება წინასწარ. თანხდება, როცა ძალთა ფარდება ისეთი არის, რომ ვეღარ რჩება. ამიტომ მე ძალიან კარგად მესმის, რომ ამბობს უარს. მაგრამ რაღაც მომენტში ამ ერთი ადამიანის გულისთვის არ უნდა ყველაფერი გადავაყოლოთ. მე მგონი, რომ ეს არის მშვიდობიანი და პასუხისმგებელი გზა ყველასთვის და მე უწოდებ მიხეილ სააკაშვილის, რომ მოვიდეს გონს და მიხვდეს, რომ მისი ვალი ამ ქვეყნის მიმართ არის ეს ერთი ძალიან სერიოზული გასაგებია და რატომ უარი დიალოგზე მაშინ როდესაც უკაცრავად ისიც კი ითქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი ლავროვს ესაუბრებოდა, ვთქვათ, ანუ ტერს. მე ვთქვი, ამიტომ ახსნის ფორმით, მე ვთქვი, რომ აი ლავროვსაც ვესაუბრებოდი, იმიტომ აუცილებელი არის რაღაც მომენტში, იმ მომენტში, როცა დიალოგი იწყება, რომ იყოს რაღაცა მინიმალური ნდობა და ამ ნდობაზე ქონდა წინასწარ საუბარი ლავროვთან, რატომ უნდა მე მაგალითად შევსულიყავი ამ ტიპის დიალოგში, როცა ყველა წინაპირობა იყო, რომ სულ მუდამ რუსეთი არ ღვევდა ჩვენ საქართველოსთან მიღებულ მოლაპარაკებებს შეთანხმებებს. და რატომ უარი ამ დღევანდელ დიალოგზე? იმიტომ ეს დიალოგი არის ტყუილი. იმიტომ რომ ჩვენ ოპოზიცია, როგორც და მე პირადად 2 ნოემბრიდან 2007 წლის ომის შემდგომ პერიოდამდე სულ მუდამ ვიყავი მზად დიალოგისთვის. მე პირადად და სხვა ოპოზიციის ლიდერები შევედით დიალოგში და ეს დიალოგი ყველა ნაბიჯზე, აბსოლუტურად ყველა ნაბიჯზე, არც ერთი შედეგი არ შეიძლება რომ იყოს დასახელებული, სადაც ხელისუფლებამ ეს დიალოგი არ გამოიყენა იმისთვის, რომ ჩაიქრო მუხტი ხალხის და სხვათა შორის იგივე ის ნაწილი საზოგადოების, რომელიც დღეს ჩვენ გვეუბნება, რომ აბა მოდით დიალოგზე იფიქრეთ და რაღაცები არიან ის ადამიანები, რომელიც ასევე ჭკვიანურად გვეუბნებოდნენ რამდენიმე თვის წინ, რომ თქვენ დაკარგეთ ხალხის ნდობა, იმიტომ რომ ხალხი ბოლომდე არ წაიყვანეთ და იმიტომ რომ შედით იმ დიალოგში, გარიგებებში, ბევრი რამე იყო ნათქვამი, რომ ვიღაცამ თურმე ფული მიიღო, რაღაც გარიგებები იყო, ეს ყველაფერი აღმოჩნდა ტყუილი, მაგრამ ამ ეს დიალოგი იყო ჩვენს მიმართ პრეტენზია. და მე შემიძლია ვთქვა ყველა დიალოგში მე პირადად არ ვიყავი, მაგრამ შემიძლია ვთქვა ყველა დიალოგზე ნებისმიერი ოპოზიციის წევრისგან ჩატარებული, რომ ყველა დამთავრდა ძალიან დიდი მოტყუებით, არა მხოლოდ ოპოზიციის, ეს სინამდვილეში იყო ცინიზმი და მოტყუება ქართველი ხალხის, იმიტომ ის ვინც იყო გამოსული, იყო ქართველი ხალხი და არა მხოლოდ ოპოზიცია. ოპოზიცია არის ძალიან პატარა ნაწილი, თუმცა რომელიც შეიძლება გაქრება, როცა ხალხი მიიღებს თავის როცა წავა სააკაშვილი და არავინ არ იცის ვინ დარჩება პირველ პლანზე, ვინ იქნებიან ის ახალი ადამიანები და მე მაქვს ძალიან დიდი სურვილი რომ გამოჩნდეს ახალი ნაწილი ჩვენი საზოგადოების, რომელიც დღეს შიშის გამო, ინტიმიდაციის გამო, იმიტომ რომ გარიყული არის ამ ქვეყნიდან საზღვარგარეთ, ვერ მონაწილეობს ჩვენ პოლიტიკურ პროცესებში და ვართ სულ ერთი და იგივე ადამიანები ამ სიტუაციაში. ამიტომ ეს მოტყუება ვეღარ გაგრძელდება და თუ ამ ხელისუფლებას სურს ეხლა ზოგადად ვამბობ, არა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მე მგონი დამთავრებული არის, რაც არ უნდა გააკეთოს, მისი ბრალია, ძალიან ბევრი შანსი ქონდა, მაგრამ დამთავრებულია. დანარჩენი ხელისუფლებას ეხლა მოვა კუბლაშვილი და სხვები. დანარჩენ ხელისუფლებას და თარგამაძეს სხვათა შორისაც ვთვლი იგივე ხელისუფლებად. არიან ნაწილი ამ ხელისუფლების. ძალიან დიდი ბევრი შანსი აქვთ. გამოვიდნენ ამ ხალხთან. დიალოგი არ არის ჩვენთან, ჩემთან პირადად ან რომელიმე სხვა პარტიასთან. ერთადერთი დიალოგი, რომელიც ამ ქვეყანას გამოიყვანს ჩიხიდან, არის დიალოგი ხალხთან.
გასაგებია უბრალოდ უნდა ჩაგეკითხოთ დრო ცოტა გრჩება, ანუ გამორიცხულია თქვა რომელიმე ლიდერი ოპოზიციის მხრიდან მიუსხეს მოლაპარაკების მაგიდას. მე ვგულისხმობ იმას, რომ თქვა ისედაც ამდენი ადამიანი ვერ დასხდება, რომ გადაწყდეს თქვა იგივე ირაკლი ალასანიას მხრიდან, ალიანსის ლიდერის მხრიდან თავდაპირველად კეთდებოდა განცხადება, მზად არიან მოისმინონ თქვა კრიზისიდან რა გამოსავალს ხედავს ხელისუფლება, ანუ გამორიცხულია თქვა შესაძლოა თქვენ არ მიიღოთ მონაწილეობა, მაგრამ რომელიმე სხვა ლიდერმა და თქვენ პირადად თუ მიიღებთ ეს დიალოგი თუ დაიწყო. ჩვენ გავაკეთეთ, რადგან ძალიან ბევრი ჭორები იყო დაყრილი იმ ფაქტზე, რომ ვიღაცები არიან უფრო მომხრე დიალოგის და ზოგიერთი რადიკალები, მეც თურმე რადიკალი გავხდი ამ ქვეყანაში, არ ვიცოდი არასდროს. ვარ წინააღმდეგი და სხვები არიან მომხრე. ამიტომაც ჩვენ გავაკეთეთ განცხადება გასულ შაბათს, ერთად დავდექით, მარიოტში მივედით სპეციალურად და გავაკეთეთ განცხადება, რომელიც ძალიან ცუდად გაშუქდა, სადაც ვამბობდით, რომ ჩვენ ვრჩებით ყველანი ერთად ერთ პოზიციაზე და ყველა იმას ესწრებოდა და სხვათა შორის განცხადება იყო გაკეთებული ალიანსის მხრიდან სწორედ იმისთვის, რომ ეს ჭორები დამთავრდეს. არა, ეს მისთვის ერთობლივი პოზიცია იყო, მე მომავალში თუ გამორიცხავთ. უბრალოდ რამაზე მიპასუხოთ. და იგივე პოზიციაზე ვართ, რომ ჩვენ ვართ თანახმა რომ ერთი შეხვედრა იყო საჯარო შეხვედრა, იმ შეხვედრაზე ცხადი არის არ გავართ 17 კაცი, მაგრამ მე მოვითხოვ როგორც პროფესიონალი მოლაპარაკებების რომ იქ ვიყო, იმიტომ მე ძალიან მაინტერესებს რა იქნება სათქმელი მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა რჩება უცვლელი, რომ ეს ერთი კაცი, რომელიც სწორედ არის როგორც კედელი ხალხის და ხელისუფლების შორის და არ გვაძლევს საშუალებას რომ მივიდეთ იმ ერთ გამოსავალამდე, რომელიც არის ყველა ქვეყანაში მსოფლიოში დღეს არსებული, გადავხედოთ მთელი მსოფლიო, როცა არის კრიზისი ამ ტიპის და ასეთი ტრაგედია, ერთადერთი გამოსავალი არის არჩევნები, ერთადერთი გამოსავალი, არც გადატრიალება, არც დიქტატურა. სააკაშვილი უნდა გადამდგარიყო თავისით ოქტომბერში. და მაშინ ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, რადგან ვერ გაიგო, დღეს უნდა გაიგოს და შემდეგ დიალოგი კი ხელისუფლების და ხალხის შორის შედგეს ეს არჩევნები, იყოს დებატი ყველა საკითხებზე, არავინს არ ვერჩით, არანაირი რევანშიზმი არ არსებობს ამ ქვეყანაში და მე მგონი სხვათა შორის ეს არ არის ქართულ ხასიათში. და ეს არის ის, რაც უნდა შევინარჩუნოთ, ეს ქართული ხასიათი, ეს ქართული ღირებულებები და მე მგონი ჩვენ მივდივართ სწორ გზაზე, მშვიდობიან გზაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს გავიმარჯვებთ და საქართველოს გაიმარჯვებს. დიდი მადლობა. საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში, მე თქვენ დაგემშვიდობებით და ახლა მაქვს საშუალება პირდაპირ ეთერში ჩავთო გიორგი ცაგარეიშვილი, პარლამენტის წევრი, ჩვენი შემდეგი სტუმარი, რომელმაც პარლამენტიდან საკანში გადაინაცვლა, ასე ვთქვათ, საღამომშვიდობისა, ბატონო გიორგი და პირველ რიგში ბუნებრივია გითხავთ, კარგად რომ განმარტოთ, რა გახდა თქვენი გადაწყვეტილების მიზეზი, თქვენ ჯერ დატოვეთ პარტია, შემდეგ ფრაქცია და უმცირესობა და იმ დღეს საზოგადოებამ გიხილათ თქვენს ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად აქციაზე. კი ბატონო, შევეცდები გავმარტო. მე უნდა ვიყო იქ, სადაც ჩემი ხალხი დგას, შემიძლია ეს მოკლედ გითხრა თამაში, ეს წინააღმდება ჩემის აზრით ყველაფერს მოიცავს. რაც მე გამიკეთები აქამდე და რის გაკეთებას ვაპირებ მომავალში. ჩემი ხალხი დგას ქუჩაში, მე უნდა ვიყო მათთან, სხვანაირად ჩემი თავი არ წარმოვიდგენი. გასაგებია, მაგრამ საინტერესოა ვთქვა ძირითადი ასთა სხვადასხვაობა ჯერ კიდევ პარტია დატოვეთ თქვენ მანამდე რომ ამას იმიტომ საუბრობ რომ სულ იყო საუბარი თქვენი მანდატების თემა იყო ყოველთვის განხეთქილების მიზეზი თქვენ და ეროვნულ საბჭოს შორის მაშინ ამბობდით რომ სწორედ ხალხისთვის პარლამენტში უნდა ყოფილიყავით დღეს აქეთ და თქვენ და თორთლაძე ასე ვთქვა გაიყავით ბუნებრივია ეს აინტერესებს ხალხს რა იყო მთავარი ასთა სხვადასხვაობა თქვენ ორ ლიდერს შორის მთავარი წყალგამყოფი ჩემსა და პარტიას შორის არის მიხეილ სააკაშვილის თემა. ანუ ამ ქვეყნის უბედურების სათავე არის მიხეილ სააკაშვილი. მათი აზრით რატომ არის თქვენ სვავთ ამ შეკითხვას? კი ბატონო, გაგრძანდით ქუჩაში, რუსთაველის გამზზე და გაიგებთ რატომ არის. მე ძალიან კარგად ვიცი რატომ არის. მე ეს ვიცოდი ჯერ კიდევ 2013 წლის ვარდების რევოლუციის დროს, ეგრეთ წოდებული სახელმწიფო გადატრიალების დროს. იმის შემდეგ მე ჩემი პოზიცია დავამთავრებ. მე დავამთავრებ. კი ბატონო, მე ყოველთვის ვიცოდი და ყოველთვის ვებრძოდი სააკაშვილის რეჟიმს, მათ შორის მაშინაც როცა ქმნიდი საქართველოს დემოკრატიულ პარტიას. თუ ახალი პარტიის შექმნა იმას არ ნიშნავს, რომ შენ იბრძვი, თქვათ ვიღაცის წინააღმდეგ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არასწორი დასმა არის ჩემის აზრით შეკითხვის. ყოველთვის მე ვიყავი
თანმიმდევრული 2003-ში, 4-ში, 5-ში, 6-ში, 7-ში, 8-ში, ახლა 9-ში. ვადგევარ იმ გზას, რომელსაც ვადგევარ. მოყოლებული 2004 წლიდან. მუდმივად ვამბობთ, გავიძახი ერთი და იმავეს, რომ ამ ქვეყანას ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილთან ერთად დაღუპავს. სამწუხაროდ ყველაფერი ახთა. რომ იგივე სამბობდით მაშინაც სწორედ ეს კითხე და რა გიშლიდათ ხელს თქვა მაშინაც იგივეს ვამბობდი პარლამენტშიც იგივეს ვამბობდი ყოველთვის ვამბობდი იგივეს ამ უკანასკნელი 7-8 თვის მანძილზე იგივე სამწუხაროდ აღარ ამბობდნენ ჩემი თანაპარტიელები რატომ ეს მათ უნდა კითხოთ წყალგამყოფი სწორედ აქ გადის მე ვფიქრობ რომ თავი უბედურების არის მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის სტილი მამ ადამიანებისთვის ეს არ არის მთავარი თავარი წყალგამყოფი გადის იმაზე, უნდა იყოს თუ არა მიხეილ სააკაშვილი 2013 წლამდე, უნდა იყოს თუ არა ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუცია ქვეყანაში, აი აქ გადის თავარი წყალგამყოფები. ბატონო გიორგი, ჩაგეკითხებით უბრალოდ ჩემი არჩევანი. თქვენ თქვით რომ მუდმივად ებრძოდით სააკაშვილის რეჟიმს, სულ იყავით ოპოზიციაში და იყავით თანმიმდევრული, თუმცა მე უბრალოდ მაინტერესებს, მაშინ რის მიხედვით და რამდენად თანმიმდევრულად ტოვებდით იგივე თავდამსხმელების შემდეგ ეროვნულ საბჭოს და ეხლა პარტიას. მოგახსენებთ კი ბატონო, ირაკლი ოქროშვილი ეს არის ცალკე თემა, მე არ მინდა ქვეყნიდან გაძევებული და გაგდებული ადამიანის ზურგს უკან აქ თქვენთან ვილაპარაკო ახლა ეს თემა გავშალო, არა, მე ვფიქრობ რატომ, კი ბატონო, მე გეკითხებით თქვენ. მე გეკითხებით აქ ადამიანი არ არის მე მის ზურგს უკან ლაპარაკს არა ვარ ჩვეული საერთოდ ადამიანების ზურგს უკან ლაპარაკს არა ვარ ჩვეული ჩამოვრძანდება ირაკლი თუ მას აინტერესებს ეს თემა ჩვენ დავждებით დავილაპარაკებთ ყველაფერს გავარკვევთ რა თქმა უნდა თქვენის მეშვეობით ამას გაიგებს საზოგადოება ეს შეეხება ოქროშვილის თემას დანარჩენი გადაწყვეტილება გამომდინარეობდა ჩემი პოზიციიდან ეს არის და ეს მე ვიყავი თანმიმდევრული ის ადამიანები რომლებიც ჩემს გარშემო იყვნენ ამ წლების მანძილზე სამწუხაროდ შემთხვევაში პოზიციას იცვლიდნენ. რაც შეეხება პარლამენტში ჩემს შესვლას, აქაც თანმიმდევრული იყავი. მე არასდროს პირობა არ მიმიცია არავისთვის, რომ თუ ჩვენ 15 მანდატზე მეც არ ავიღებდით, ჩვენ პარლამენტში არ შევიდოდით. ამგვარი პირობა არ იყო მიცემული, არასდროს, ამიტომ მე პირობა არ გავტეხე. მე რა პირობაც მივეცე ჩემ ამორჩეულს, ის პირობა შევასრულე. არც ერთი დღე, რომელიც ჩემს საქართველოს პარლამენტში გატარებული ამ უკანასკნელი 8 თვის მანძილზე ფუჭად გატარებული არ იყო. როგორც ხედავთ, მე ისე ვიქوار, სადაც ხალხი დგას. ჩემი ფესვები არის ხალხში, მეტი არაფერში. ბატონო გიორგი, არ არის ძნელად გასაგებია. თანაგუნდელებმა თქვენ ხშირად იყავით კრიტიკის ობიექტი. მე ვდგევარ ჩემი ხალხის გვერდით. საზოგადოების გვერდით. მე არ ვდგევარ პოლიტიკური ლიდერების გვერდით. მესმის მე თქვენ კითხვასაც მისვათ. მე ვდგევარ ჩემი ხალხის მაინტერესებს იმ ადამიანებმა ვისთან ნორმალურად ძალიან ნორმალურად ჩვენ გასაყოფი არაფერი არ გვჭირს ერთმანეთთან ჩვენ გვაერთიანებს ერთი დიდი უბედურება და ერთი სანუკვარი მიზანი როგორმე დავიხსნათ ეს ქვეყანა იმ მარწუხებისგან რომელიც ხუნდებათ ადევს ამ უბედურ ქვეყანას ჩვენ დაჩაგრულ საქართველოს ამიტომ გადავდოთ გვერდზე წენა საუბრის დრო მოვა გარწმუნებთ მე მქონდა ამ ადამიანებთან საუბარი არ დაგიმალავთ როგორმე გავარკვევთ ჩვენ ურთიერთობას ეს არ არის პრობლემა ამ ქვეყანას რა ეშველება თქვენ ის თქვით სააკაშვილის ხელში თორე როგორმე უკავად საგარეიშვილი ან საგარეიშვილი ბესელი ერთმანეთთან ურთიერთობას გავარკვევთ თქვენ ამაზე ნუნერვიოთ გასაგებია თქვენ თქვით რომ მომავალში შესაძლოა დატოვოთ პარლამენტი როდესაც ეს ხალხს დაჭირდება ამაზე არაერთი გაცხადება გააკეთეთ რას გულისხმობთ ანუ საჭირო იქნება რა თქმა უნდა დავტოვებ არასდროს მანდატის მოხვეჭა ჩემთვის თვითმიზანი არ ყოფილა არ მინდა თვითმიზნად გადავაქციო ჩემი პარლამენტიდან წამოსვლა წამოვალ მაშინ როცა ამას ხალხი გადაწყვიტავს იმიტომ რომ ხალხს ეკუთვნის მანდატი ხალხმა მომანიჭა მე მანდატი ჩემი ამორჩეველი დღეს ქუჩაში უკლებლივ 100% რა გააკეთა სააკაშვილმა იმის საფასური რომ ეს ხალხი სხვა პოლიტიკურ ბანაკში გადასულიყო ან გადაბარგებულიყო ან პოლიტიკური გემოვნება შეეცვალა ხო არაფერი უარესობისკენ მიდის ყველაფერი მას შემდეგ ისკვილის ყარ დატრიალებულა ჩემი ქვეყნის თავზე თორე ყველაფერი მოხდა ამიტომ ჩემი ხალხი ჩემი ამორჩეველი დგას ქუჩაში ამ ხალხმა მომანიჭა მე მანდატი ამ ხალხშია ჩემი ფესვი ამ ხალხშია ჩემი გენი ამიტომ მე უნდა ვიყო იქ სადაც ჩემი ხალხი დგას მგონი ეს არ არის საცნაური ჩემისთვის გასაგებია და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ თქვენი მოსაზრება მაინტერესებს თქვენც ასე ვთქვათ უარს იტყოდით ამ გუნდის გვერდით რომ იყოთ ამ წუთას ვთქვათ დიალოგზე ანუ თქვენი მოსაზრება დიალოგთან მიმართებაში როდესაც თქვენ გაქვთ ის გამოცდილება იგივე პარლამენტიდან რომ კი ბატონო მოგახსენებთ საშუალება გეთანამშრომლოთ ხელისუფლებასთან მოკლე პასუხი თუ შეიძლება სამწუხაროა ჩვენ როცა ახლა გვესმის სადიალოგო თემები ეგრეთ წოდებული ეს ყველაფერი თავის დროზე ანტიკრიზისული საბჭოს შემადგენლობაში როცა მუშაობდით ყველაფერი იყო დღის წესრიგში დასმული ჩვენს მიერ არაფერი არ შესრულდა
ბატონმა სააკაშვილმა ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად გაუშვა ბოლო შანსი ჩემის აზრით. და ხალხი უბრალოდ ხელისუფლებას არ აპატიებს არასდროს იმას, რაც სააკაშვილმა თავის პოლიტიკურ გუნდთან ერთად მოწია ამ ქვეყანას. გამორიცხული ამის პატიება უბრალოდ ჩვენ გვაქვს ფაქტიურად დაკუცმაცებული საქართველო, იავარქმნილი ქვეყანა, უუფლებო საზოგადოება, დაბეჭავებული ხალხი, ამას ხალხი უბრალოდ არ მოითმეს. არ დამთავრდება ეს. არასდროს არ დამთავრდება იქამდე სანამდე სააკაშვილი არ გადადგება. არავის არ ეგონოს რომ ეხლა იქ რადგანაც 15-20,000 ადამიანი დგას და მეტი არა თქვათ ამ დღეს, კონკრეტულ დღეს არ მოახვალ 200 და 300,000. ეს ხალხი არ მოისვენებს იქამდე სანამდე სააკაშვილი არ წავა. და ესეც არის ნამდვილად მერწმუნედ. გასაგებია და ბოლო კითხვა მინდა მაინც დაგისვათ თქვენ საკანში გადაინაცვლეთ პარლამენტიდან ასე ვთქვათ იმ დღეს გიხილეთ საკანში თუმცა შემდეგ უკვე იქ აღარ ყოფილიყართ ანუ ეს იყო სიმბოლური გადანაცვლება თუ საკანში არა რატომ აღარ დარჩით ანუ ეს იყო საჩვენებელი პროტესტი თუ რა არის ეს არის მცდარი ინფორმაცია რატომღაც თქვენი ჟურნალისტი მოდის მაშინ როცა მე გასული ვარ საგნიდან დღეს ხოთი შორის თქვენებმა ჩამწერეს კითხეთ მას თუ არა ვარ იქ მე ვარ იქ რა თქმა უნდა დილიდან და გვიან ღამემდე ვარ შემდეგ მყავს ჩემი უამრავი გულშემატკივარი ჩვენ ერთმანეთს ვენაცვლებით ვართ მუდმივად საკანში ახლა იქიდან რომ მოდიოდი ბატონი კარლო კოპალიანი დარჩა საკანში ჩემი თანამესაკნე ყოფილი ჩემი ფრაქციის ყოფილი წევრი მე არ დაგიმალოთ რომ ჩვენ ვფიქრობთ რომ რამდენიმე დეპუტატი კიდევ შემოგვიერთება მე გარწმუნებთ ეს მალე მოხდება ძალიან გავბერდებით ჩვენ გავხდებით იმდენი რაც აიძულებს ამ ხელისუფლებას ჩაატაროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ხოთი შორის ამაზე არავინ ელაპარაკოს და ჩემი აზრით ესეც უმთავრესია ამ ქვეყანაში იმიტომ რომ ამ პარლამენტს დიდი ცხოვრების პოლიტიკური ცხოვრების დრო არ უწერია და რა თქმა უნდა ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები და ხალხი აირჩევს იმას ვინც უნდა ხალხს და არა ვინც უნდა ვიღაც გადამთიელს ესე იქნება აქ გასაგებია ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის გიორგი ცაგარეიშვილი იყო ჩვენი სტუმარი ჩვენ რამდენიმე წუთში ხელისუფლების წარმომადგენელს პავლე კუბაშვილს გავესაუბრებით თუმცა უკვე გვაქვს საშუალება პირდაპირ ეთერში ჩავთოთ უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე საღამომშვიდობისა ბატონო გიორგი მოგესალმებით პირველ რიგში დავიწყებ იმით რომ თქვენ უმცირესობის ლიდერი ხართ და ჩვენ ახლა ვუსმენთ უმცირესობის ერთ-ერთ უკვე ყოფილ წევრს ისტოვებს უმცირესობას და ფრაქციას თქვენ როგორ აფასებთ როდესაც ვთქვათ საპარლამენტო ოპოზიციას პროტესტის ნიშნად ტოვებს პარლამენტის წევრი და თუ თქვათ გქონდათ ამის შესახებ ესე თქვათ ოფიციალური შეტყობინება როგორც ლიდერს მე და გია საკმაოდ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს პირველ რიგში მოგესალმებით ქრისტე აღდგა კიდევ ერთხელ უცალამ დღესასწაულს მთელ საქართველოს მე და გია დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და რაღაც ოფიციალური შეტყობინებები ერთმანეთის აზრის მოსასმენად არ გვჭირდება გია ჯერ კიდევ მაშინ როდესაც თავის სხვა კოლეგებთან ერთად იღებდა გადაწყვეტილებას გაერთიანებული ოპოზიციიდან პარლამენტში შემოსვლასთან დაკავშირებით ერთ-ერთი გამორჩეული იყო ვინც პოულობდა მიზეზებს თავისი რაციონალიზმის დასასაბუთებლად ასე რომ მას პრაგმატიზმი და რაციონალიზმი არაკლია და მე მივესალმები თუ კი ის თავის ძველ პარტნიორებთან, თანამეგობრებთან, თანამებრძოლებთან, რადიკალურ ოპოზიციასთან კიდევ უფრო მეტად დაახლოვდება თავის ერთ მარცვალს რაციონალიზმისას კიდევ მიიტანს იქ დამატებით, რაც მე კიდევ უფრო მეტად მაიმედებს, რომ ის საერთო ამოცანა, რომელიც მთლიანობაში ოპოზიციას გააჩნია, საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი კონსტიტუციური შეცვლის კუთხით, უფრო რეალურად გახდება მიღწევადი. რაც შეეხება თავად გიასთან თანამშრომლობის პერსპექტივას, თქვენ იცით, რომ მას მანდატი არ დაუტოვებია, ასეთი დამოუკიდებელი დეპუტატი ბატონი ჯონდი ბაღათურიას სახით, ბატონი პეტრე მამრაძის სახით პარლამენტში მუშაობს, მოღვაწეობს, შესაბამისად ჩვენ როგორც ოპოზიციონერ დეპუტატებს განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებს, მაგრამ მაინც საერთო მიზნის მქონე ადამიანებს არ გაგვჭირდება მომავალში ერთად მუშაობა. გასაგებია ბატონო გიორგი პარლამენტი ახსენე და ვიდრე მიმდინარე მოვლენებზე დავსვამდე შეკითხვას როგორ უყურებთ იმ ფაქტს რომ ეს დღეები ასე ვთქვათ ჯერ დაკეტილი იყო შემდეგ შეზღუდვებით მუშაობს მთავარი საკანონმდებლო ორგანო რაც გაჩნდა ოპოზიციის მხრიდან პროტესტის ასე ვთქვათ საგანი და იგივე გიორგი ცაგარეიშვილმა დღეს ჩემს გადაცემაში არა მაგრამ როდესაც კომენტარს აკეთებდა რატო ტოვებდა ვთქვათ ფრაქციას ერთ-ერთ მიზეზად ესეც დაასახელა. ის რომ ქვეყანაში არის შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ნელ-ნელა გადადის სახელმწიფოებრივ კრიზისში და მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მივადექით მართლა ძალიან საშიშ ნიშნულს. რაც შეუძლებელია შეშფოთების მიღმა ტოვებდეს ყველა საღადმოაზროვნე ადამიანს, როდესაც დღეს უკვე ღიად მიმდინარეობს საუბარი მოსალოდნელ სისხლის ზღვრაზე, ზოგის წინასწარი პროგნოზით შეიძლება იყოს პატარა სისხლი, ზოგის დიდი სისხლი, მაგრამ მთლიანობაში რა თქმა უნდა ყველა ადამიანისთვის, საქართველოს მომავალზე მოფიქრალი ადამიანისთვის ნებისმიერი მასშტაბით ძალადობა და სისხლის ზღვრა არის მიუღებელი
მე მგონია რომ ჩვენ ყველანი ხვდებით რომ სათამაშოებთან არა გვაქვს საქმე ყველანი ადამიანები ვართ ჩვენი საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია ჩართული ამ პროცესში როგორც ხელისუფლების მხრიდან ასევე რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ნამდვილად მე მიმაჩნია რომ დღეს ყოველი ჩვენი სიტყვა ყოველი ჩვენი მოქმედება უნდა იყოს გათვლილი იმაზე რომ არ მივიღოთ სავალალო შედეგი ქვეყნისთვის და არ მოგვივიდეს ისე რომ ორი ქაჩალი სავარცხლისთვის ერთმანეთს წაეკიდაო ისე არ მოგვივიდეს ამ დაპირისპირებაში რომ ქვეყანა ჩამოგვენგრეს თავზე აი ეს უნდა იყოს მთავარი ამოცანა და ამ არანორმალურ ვითარებაში რომელიც ახლა ვართ ხა პარლამენტიც რომ ნორმალურად ვერ ფუნქციონირებს ვერ გეტყვით რომ ეს არის მთავარი მახასიათებელი ამ არანორმალური სიტუაციის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემური ასე თქვა რგოლები გვაქვს ჩვენ დღეს ქართული სახელმწიფოებრიობის ფუნქციონირების კუთხით. ბატონო გიორგი, მაშინ რას ხედავთ გამოსავალს იგივე თქვა ორი კვირა უკვე ქალაქში ორ კვირაზე მეტია პერმანენტული აქციები მიმდინარეობს ქრისტიან-დემოკრატები იქ არ ჩანხართ. თქვენ გამოходით საჯაროდ და ეს თქვა 7 პუნქტიანი მოთხოვნები წაუყენეთ ხელისუფლებას და ალბათ ერთ-ერთ წინაპირობად ეს ჩათვალეთ, არ ვიცი, დიალოგის მოდით ამაზე ვისაუბროთ. თუმცა ამ წინადადებას აქციის ორგანიზატორებმა უწოდეს დაგვიანებული და ერთგვარი ეს მეორე სერია პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ. ანუ როდესაც თავარი მოთხოვნა არის, ვთქვათ, ძირითადი ნაწილის ოპოზიციის პრეზიდენტის გადადგომა, რამდენად დროულად და ადეკვატურად მიიჩნევთ მსგავსი აი ამ მოთხოვნების დაყენებას? ჩვენ ქრისტიან-დემოკრატებს მიგვაჩნია, რომ ქართული პოლიტიკა კვლავ აგრძელებს ბოლო წლების ქართულ პოლიტიკურ ტრადიციას, როდესაც საქართველოში პოლიტიკური ბრძოლა გავს გლადიატორების ბრძოლას, სადაც გამარჯვებულმა როგორც წესია, რა უბრალოდ უნდა დაამარცხოს, არამედ უნდა გაანადგუროს თავისი მოწინააღმდეგე. აი დღეს თქვენ საინფორმაციო გამოშვებაშიც გავრცელდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიებისადმი, სადაც კვლავ კონსტრუქციულ მოლაპარაკებას ხედავენ ისინი ერთადერთ გზას მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნისა. იცით, ჩვენ რა გზით მივდივართ? რა არის ჩვენი ორიენტირი? ეს არის ევროპა, ეს არის დასავლური სამყარო, თუ ეს არის რუსეთი ან ლათინური ამერიკა, სადაც მართლა გლადიატორების ბრძოლა არის პოლიტიკა, სადაც გამარჯვებული თავს აჭრის დამარცხებულ, სანამ მას შემდეგ ახალი გლადიატორი არ მოაჭრის თავს. წერტილი ერთხელ და სამუდამოდ ვიღაცამ უნდა დასვას. ამაზე მე დარწმუნებული ვარ, რომ ფიქრობს ბევრი ადამიანი, ფიქრობს ყველა ის ადამიანები, ვინც დღეს აპროტესტებს შექმნილ სიტუაციას საქართველოში, ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ქუჩაში აქტიურად არ გამოდიან. ჩვენთვის, ქრისტიან-დემოკრატებისთვის 9 აპრილი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, მათ შორის სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლაში, მაგრამ ეს იყო ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი და ჩვენ არ ველოდით, რომ 9 აპრილს ყველაფერი დამთავრდებოდა. თუმცა სიმართლე გითხრათ, რომ ველოდით, რომ 9 აპრილს იქნებოდა გაცილებით უფრო რაციონალური, გაცილებით უფრო რეალური ამოცანები დასახული, რომელიც უკვე იქნებოდა მიღწეული. პური უნდა გამოაცხოთ ცხელ თონეში. ცხელი თონა იყო ზუსტად იმ დღეებში. და ჩვენ შეგვეძლო მაშინ, როდესაც მთელი საერთაშორისო ყურადღება იყო მობილიზებული, კონცენტრირებული საქართველოში და აქ იყო ფაქტობრივად მთელი მსოფლიო ჩამოსული და გაფაცისები დაადევნებდნენ თვალს რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებს, სააკაშვილი დაგვებარებინა, სადაც კი საჭირო იყო, იქნებოდა ეს რომელიმე ნეიტრალურ, ასე ვთქვათ, ტერიტორიაზე, მარიოტში, ქორთიარში ან სადმე სხვა რომელიმე ადგილზე და წაგვეყენებინა რეალური მოთხოვნები. ისეთი მოთხოვნები, რომლის შესრულებაზე უარისთვისაც ის წერტილს დაუსვავდა თავის საერთაშორისო მხარდაჭერა. ჩვენ ეს არ გავაკეთეთ. ჩემი აზრით ეს იყო შეცდომა, დღეს ვითარება არის შესული ჩიხში და როცა თქვენ მეკითხებით ჩიხიდან გამოსავალზე, მე შემიძლია გიპასუხოთ, რომ ჩვენ გვაქვს გეგმა ქრისტიან-დემოკრატებს და ამ გეგმას მივყვები და ამ გეგმას ვთავაზობთ საქართველოს საზოგადოებას, რომელიც არ არის სასიამოვნო და არც არავის ეს სიამოვნება და არც არავის დააკმაყოფილებს მთლიანად. ჩვენ ამ გეგმას ვთავაზობთ იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ უსიამოვნებები აიცილოს თავიდან. აი ეს არის განსხვავება. უსიამოვნებების თავიდან ასაცილება პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ისეთი ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ შეუქმნას მოტივაცია, მათ შორის ყველაზე რადიკალურად განწყობილ ოპოზიციურ ლიდერებს, რომ მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და დაჯდეს. და ის ჩვენი 7 პუნქტიანი მოთხოვნა, რომელიც ჩვენ წაუყენეთ ხელისუფლებას, არის სწორედ ის წინაპირობები, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს, რომლის შემდეგაც ქვეყანაში საზოგადოებას პირველ რიგში, თუნდაც ქუჩაში მდგარ საპროტესტოდ რადიკალურად განწყობილ ადამიანებს გაუჩნდებათ თუნდაც მცირედი ნატამალი იმედი იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური, მშვიდობიანი, დემოკრატიული, საარჩევნო მეთოდებით ხელისუფლების ცვლილება იქნება შესაძლებელი. აი ამის შემდეგ შეიძლება მაგას დაიწყოს დიალოგი და მე ვიცი, რომ თქვენ მაგ ხელისუფლების წარმომადგენელი და მე მაინტერესებს, რატო არიღებს ხელისუფლება თავის თავზე ინიციატივას? მის ხელშია დღეს ინიციატივა. მან შეიძლება გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელმაც შეიძლება საზოგადოებაში აღადგინოს ნდობა, ეს უკავშირდება სასამართლოსაც, ეს უკავშირდება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესს და ასე შემდეგ.
მადლობთ ბატონო გიორგი და მე უბრალოდ სამდე კითხვას არ ვიცი გესმოდათ თუ არა რომ თქვენ ხედავთ რომ ეს იქნება თქვათ ერთგვარი გარანტია როდესაც წინაპირობებზე საუბრობთ იმისა რომ შესაძლოა თქვათ რაღაც გარკვეული ნდობა გაჩნდეს ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის მხრიდან რომლებიც ამბობენ რომ არ უნდათ რომ ეს იყოს დიალოგი დიალოგისთვის მე მიმაჩნია რომ გამოსავალი მდგომარეობს იმაში რომ ორივე დაპირისპირებულმა რადიკალურად დაპირისპირებულმა მხარემ ერთი ნაბიჯით უკან უნდა დაიხიოს ეს ერთი ნაბიჯი პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი გუნდის მხრიდან იქნება ის რომ მათ უნდა აღიარონ თქვან რომ 2013 წლამდე ყველაფერი ისე ვერ გაგრძელდება როგორც არის და პრეზიდენტ სააკაშვილი ამ თავის უზურპატორულ უფლებამოსილებებში ვერ იქნება შენარჩუნებული და ქვეყანას არ ეყოლება არასოდეს ერთმართველი პრეზიდენტი და მეორე მხრივ რადიკალურმა ოპოზიციამ უნდა თქვას უარი პრეზიდენტ სააკაშვილის უპირობო დღეს გადადგომის მოთხოვნაზე ჩვენ ვთავაზობთ ამ სქემას ამის შემდეგ ყველა საკითხის განხილვა შეიძლება მათ შორის ჩვენ ქრისტიან დემოკრატებს მიგვაჩნია რომ უნდა დაიწყოს სისტემური რეფორმები ქვეყანა უნდა გადავიდეს ახალ კონსტიტუციურ მოდელზე ქვეყანა უნდა გადავიდეს საპარლამენტო მართვის მოდელზე ამას უნდა მოხდეს რეფერენდუმი როგორც კი მზად იქნება კონსტიტუციის ახალი პროექტი ამას ჭირდება ხალხის მაღალი ლეგიტიმაცია და რეფერენდუმით უნდა დაამტკიცოს საქართველოს მოსახლეობამ ახალი მართვის მოდელი და ამას ავტომატურად სწრაფად უნდა მოხდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები რომელიც ახალ კონსტიტუციურ ახალ პოლიტიკურ გარემოს ასახავს საქართველოს წარმომადგენლობით ორგანოში ეს არის ჩვენი გეგმა რა თქმა უნდა ჩვენ არა ვართ აბსოლუტური ჭეშმარიტების პატრონები როგორც ზოგიერთი ის ადამიანი რომელიც მათ შორის თქვენ სტუდიაშიც ახსენებდა ჩემს სახელსა და გვალს და მე ვიცი რომ ამ თემასთან დაკავშირებით გიორგი თარგამაძე იგივე ხელისუფლება ეს სალომე ზურაბიშვილმა თქვა და მაშინ მიტინგზეც გაკეთდა მსგავსი განცხადებები თქვენი მოთხოვნის შემდეგ ძალიან მოკლე პასუხი ამ თემაზე და უნდა დაგემშვიდობოთ დიახ მადლობელი ვარ რომ ეს კითხვა დამისვით ქალბატონი სალომე ზურაბიშვილმა ქალბატონმა ისიც თქვა ერთხელ რომ მე ვარ მიშაორი გიორგი თარგამაძე არის მიშაორი ხო ეს თემა ვანო ჯავახიშვილის ხუმრობის თემათაც იქცა და შემდეგ უკვე ანეკდოტებად ვრცელდება. ახლა მიშაორთან ქალბატონი სალომეს მაპატიე და ახირებული დამოკიდებულების შესახებ უკვე მთელმა საზოგადოებამ იცის. რაც შეეხება მიშა ერთს და პიროლს, მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ქალბატონი სალომე ძალიან კომფორტულად გრძნობდა მიშა ერთთან თუ პიროლთან თავს წლების განმავლობაში და არა მარტო მასთან, მათ შორის ჩემს მოგვარესთანაც, ბატონ გივი თარგამაძესთანაც ერთხელ არ გამიგია მე რაიმე საპროტესტო განწყობა და უკმაყოფილება, არც მაშინ, როდესაც ქალბატონ ბურჯანაძეს აკრიტიკებდა მაშინდელ მთავრობაში. ასე რომ ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებამ მიაქციოს ყურადღება იმას, რომ ჩვენ მოქმედი ხელისუფლების უარყოფითი თვისებები არ გავიმეოროთ იმ ახალ პოლიტიკურ ძალებში, რომლებიც შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდნენ. რატო იყო მიხეილ სააკაშვილი მიუღებელი ჩვენთვის? მარტო იმიტომ, რომ ცხვირის ხელის მოწმენდა არის ის წესიერად? არა ბატონო, იმიტომ რომ ის და მისი ჯგუფი მთელი ამდენი წლის განმავლობაში გამოირჩეოდა სწორედ განსხვავებული აზრის მიმართ, მათგან განსხვავებულად მოფიქრალი ადამიანების მიმართ შეუგუებლობით, იარლყების დაკიდებით, აგრესიით და დღეს სააკაშვილი იმის იმას რაც მან დათესა. ასე რომ ჩემთვის პირადად საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელთა განწყობებსაც მე ახლა გამოვხატავ განსხვავებულ შეხედულებებს რადიკალური ოპოზიციისაგან და ხელისუფლებისაგან მით უმეტეს მიუღებელი არის ნებისმიერი კრიტიკა კი არა აგრესიული დამოკიდებულება ცინიზმი განსხვავებული მოაზროვნე ადამიანების მიმართ თუ ჩვენ გვინდა ავაშენოთ ქვეყანა სადაც იქნება დემოკრატია ჩვენ განსხვავებული აზრების მოსმენა გაანალიზება შეჯერება უპირველეს ყოვლისა უნდა მოახერხოთ თუნდაც ჯერ ოპოზიციურ ფლანგში შემდეგ სააკაშვილიო დაავადანაშაულოთ ამაში ძალიან დიდი მადლობა აქვს და მე მინდა კმაყოფილება გამოვხატო რომ სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ჩვენ არასოდეს გქონია ასეთი ტიპის არაკორექტული დამოკიდებულება და იმედი მაქვს რომ ყველა მიხვდება იმას რომ დღეს ერთმანეთს შორის ხაზების გავლების და კინკლაობის დრო კი არ არის არამედ დრო არის რომ ვიფიქროთ მართლაც სერიოზულ გამოსავალზე ამ ქვეყნისთვის რადგან ქვეყანა დგას უბსკრული წინაშე და ამას ყველა შეხედოს სერიოზულად დიდი მადლობა უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში უნდა დაგემშვიდობოთ და გადმოვინაცვლებ სტუდიაში პავლე კუბლაშვილი მართველი გუნდიდან არის დღეს ჩემი სტუმარი საღამომშვიდობის მოგესალმებით მადლობთ რომ მონაწილეობთ გადაცემაში ბატონო პავლე საკმაოდ დაძაბულია ვითარება მხარეებს შორის ბუნებრივია ღელავს ხალხიც რა იქნება ყველა ამას ელოდება რა არის ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი ამ ვითარების განსამუხტად ბუნებრივია რომ ყველაზე მთავარი და დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას მე ვფიქრობ რომ პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე საუბარი ცოტა სხვა მიმართულებით უნდა წავიყვანოთ რეალურად პასუხისმგებლობა არის ნებისმიერი პოლიტიკოსის რომელიც ამ პროცესში არის ჩართული
პოლიტიკოსის პასუხისგებლობა არის სწორედ იმაში, რომ საზოგადოების დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ამ ცალკეულ საკითხებზე საზოგადოების პოზიციიდან გამომდინარე გააკეთოს რეაგირება და მიიღოს ის ზომები, რაც აუცილებელია პრობლემების გადასაჭრელად. ნამდვილად ძალიან ბევრი რამ არის პრობლემური დღეს ქვეყანაში. უკანასკნელ პერიოდში საქართველოს გადაიტანა ძალიან მძიმე გამოწვევები, ეს უკავშირდებოდა იგივე აგრესიას რუსეთის მხრიდან, ეს უკავშირდებოდა მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს და ამას არ შეეძლო გავლენა არ ექონია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. მაგრამ პოლიტიკოსების პასუხისგებლობა მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ ამ მძიმე წუთებში ერთობლივი გადაწყვეტილებებით, კონკრეტული ნაბიჯებით კონკრეტულ საკითხებზე, კონკრეტული რეაგირებით მოახდინონ, ასე ვთქვათ, რეაგირება იმ პრობლემებზე, რაც ქვეყნის წინაშე დგას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაგრამ ბატონ პავლე, ისიც რა, სად არის გარანტია, რომ მოვლენები უმართავ პროცესებში არ გადავა? ამაზე ხომ პასუხისმგებელი ხელისუფლება გასაგებია, ყველა პოლიტიკოს ოპოზიციას თავისწილი პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ თავარი არის ხელისუფლება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მას. პასუხისმგებლობა ეკისრება უკლებლივ ყველა ძალას, რომელიც ამ პროცესში არის ჩართული. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა. ნებისმიერმა არასწორმა უგუნურმა ნაბიჯმა შეიძლება მიიყვანოს მართლაც პროცესები იმ მოვლენებამდე, რომელიც გამეორებას და გახსენებას არავის არ უნდა ძალიან ბევრი უხერხულადაც კითხვის დღეს გახსენებას 90-იანი წლების მოვლენებით, მაგრამ სამწუხაროდ ანალოგიები ძალიან ბევრი და შესაბამისად პასუხისმგებლობა არის იმ მხარეზეც, რომელიც ორგანიზებას უწევს ამ მანიფესტაციას, საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულებას ამ საკითხებისადმი, შესაბამისად მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან პასუხისგებლობაზე საუბარი ცოტა არასწორი იქნებოდა ჩემი აზრით. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც მოწოდებებით მიმართავს საზოგადოებას ამ სიტუაციაში, რომელიც აკალიბებს საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე თავის პოზიციას და ამ პოზიციას იცავს შემდეგ, მათი პასუხისგებლობა ასევე ძალიან დიდია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. გასაგებია, თუმცა დღეს გვაქვს ასეთი სურათი, გადაკეტილია მთავარი გამზირები, ქუჩებში დგას საკრები, გასაგებია, რომ ეს ხელისუფლებას არ ჩაუდგია, მაგრამ არის იგივე ფიზიკური ანგარიშწორების ფაქტები, რაზეც მუდამ აკრიტიკებენ ხელისუფლებას და არის საუბარი, რომ ეს არის გარკვეული ზონდერ, ასე ვთქვათ, ჯგუფები, ოპოზიცია მუდმივად ამბრალდებებს აყენებს, სულ ისმის პრეტენზიები, რომ მსგავს ინციდენტებში არ ერევა პატრული, ანუ რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება, რატომ არ ხდება ამ ფაქტების გამოძიება და აი ამ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ვკითხულობ ზუსტად რომ ეს ყველაფერი არ გადავიდეს უმართავ პროცესებში. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაშიც მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ერთის მხრივ იმას, რომ ხელისუფლებამ და შესაბამისად სამართალდამცავ ორგანოებმა მოახდინონ რეაგირება ყოველ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ აქაც პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა არის ძალიან დიდი. მე ერთ კონკრეტულ ფაქტს გავიხსენებ. იგივე კონსერვატორი ნიკა კოძარელის დაკავებასთან დაკავშირებით, როდესაც პოლიტიკოსებმა არ დაახანეს და მაშინვე გააკეთეს განცხადებები, რომ ეს ხდებოდა პოლიტიკური ზეწოლის მიღწევის. შემდეგ ერთი ნაწილი გოგო დავითაშვილი გამოდიოდა და ამბობდა, რომ თურმე ნივა, რომლითაც მოძრაობდა ვიღაც ადამიანი, ვინც არბევდა მიტინგებს, შემჩნეული იქნა და გამოეკიდა მას ნიკა კოძარელი და მოხდა ანგარიშწორება. მეორე ამბობდა, რომ საერთოდ არაფერ შუაში არ იყო და უბრალოდ მას აქვს ტარების უფლება, მაგრამ არ დააკონკრეტა, რომ ტარების უფლება არ გულისხმობს საზოგადოებრივ ადგილას იარაღის ტარების უფლება არ გულისხმობს ცეცხლის გახსნის უფლებას. ამიტომ პოლიტიკოსები ძალიან ხშირად ამ ფაქტების გამოყენებას ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არის არასწორი. ისევე როგორც მე მინდა გავიხსენო ბატონ ლევან მიქელაძის ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლის ბინასთან დაკავშირებული ინციდენტი, როდესაც პოლიტიკოსებმა იქაც მაშინვე გააკეთეს განცხადებები, თითქოს ეს იყო პოლიტიკური ანგარიშწორება, როცა მეორე თუმცა ნაწილი თავს იკავებდა და ამბობდა, რომ დაანონიმებდა გამოძიების შედეგებს. ხო, თუმცა ამ პოლიტიკოსების განცხადებები მე მგონი პირდაპირ ეთერში, მათ შორის თქვენი ტელეკომპანიის ეთერშიც გავიდა. ამიტომ დაველოდოთ ხოლმე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირებას და ეს რეაგირება აუცილებლად იქნება. ნებისმიერი პოლიტიკოსის განცხადება წინასწარ რაიმე ფაქტთან დაკავშირებით, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშწორება და ასე შემდეგ არის ძალიან უპასუხისმგებლო საქციელი და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი მათ შორის პატრულთან, პატრულის საქმიანობასთან, ამ ტიპის დამოკიდებულებისგან და შესაბამისი კონფლიქტებისგან. გასაგებია, თუმცა არსებობს მინდა მაინც კითხოთ იგივე გამოუძიებელი ფაქტები, ვთქვათ, მიმდინარეობს გამოძიება იგივე ამ ფიზიკურ ანგარიშწორებებზე, რომელსაც ღამით აქვს ადგილი და რასაც მუდმივად საუბრობს ოპოზიცია, რომ მათ აქტივისტებზე და მხარდამჭერებზე არის გარკვეული ძალების მხრიდან ზეწოლა ფიზიკური. ჩემთვის ცნობილია ამ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, მე იმედი მაქვს, რომ ეს საკითხები ასევე იქნება გამოძიებული და ასევე შემიძლია ვთქვა, რომ
უბრალოდ ძალიან ბევრი მიმართულებით რეაგირებას უნდა შესაბამისი ასახვა მოხდეს საზოგადოებრივთვის ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით. იგივე ერთ-ერთი ცემის ფაქტთან დაკავშირებით ასევე გაკეთდა განცხადებები და თვითონ დაზარალებულმა აღნიშნა, რომ ესეც ვიღაცის პოლიტიკური შეკვეთა იყო. ძალიან ცუდია, როცა პოლიტიკოსები ამ ტიპის შემთხვევებს იყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს იქნება ჩემი გასაგებია. ბატონო პავლე, ბევრჯერ ითქვა და ზოგადად კეთდება ხოლმე განცხადებები, რომ დაწყებულია ნერვების ომი. როგორ ფიქრობთ, ეხება ხელისუფლებას თქვა ბოლომდე ნერვები იმისათვის, რომ შიდად შეხედოს ამ აქციებს, თქვა კიდევ რაღაც საკმაოდ ისეთი დროით რომ გაგრძელდეს და არ მიმართოს ძალადობას, რაზეც ასევე საუბრობენ ხოლმე, რომ აი ხელისუფლებამ შესაძლოა მაინც დაარბიოს ან დაშალოს აქციები. ძალიან ცუდია, როცა ამ ტიპის განცხადებები კეთდება და ჩვენ მიტინგებზე მოვისმინეთ ისეთი განცხადებებიც, რომ 1-2-3 დღე უნდა გაძნოთ თურმე და შემდეგ აუცილებლად დაარბიოს ხელისუფლება, ვინც ამის მოლოდინშია. ის მართლა არაკეთილ ინდისიერად იყენებს იმ საზოგადოებრივ პროტესტს, რომელიც გამოიხატება დღეს მიტინგის და მანიფესტაციის ფორმით. არ შეიძლება მუდმივად იყო მოლოდინში იმის, რომ ვიღაცა დაგარბევს და ამით შემდეგ რეაგირება მოახდინო და გამოიყენო ეს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. ძალიან ცუდია და საზოგადოება მე მგონი ძალიან კარგად ყველგან სადაც არ უნდა იყოს საუბარი ამ თემაზე. ყველა თანხდება ერთ რამეზე, რომ დღეს ამ მიტინგთან დაკავშირებით ძალადობრივი ჩარევა ხელისუფლების მხრიდან აწყობს მხოლოდ ოპოზიციას. ამიტომ არის რომ სწორედ ოპოზიცია და მხოლოდ ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლებამ შეიძლება რაღაც ძალა გამოიყენოს. საუბრობენ იმასაც, რომ ხელისუფლებას აქვს ტაქტიკა დაიღლებიან და დაიშლებიანო. ხელისუფლების მხრიდან ამ ტაქტიკაზეც საუბრობენ, თქვა მოქმედებს ამ ფორმით ხელისუფლება ამ ტაქტიკით. არანაირად მე ვფიქრობ, რომ მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ რეალიზაცია მოახდინოს ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც აქვს პროტესტის გზობა, თავისი ამ პროტესტის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. მათ შეუძლიათ მიტინგის და მანიფესტაციის ფორმით გამოხატონ ეს თავის დამოკიდებულება ცალკეული საკითხებისადმი და შესაბამისად მათ უნდა კონდეთ გარანტირებული ამ უფლების გამოყენება. სხვადასხვა შეიძლება ამაზე ჩაგიკითხებით, ეს სულ რაღაცის და საკამათო გახდა ბოლოს ეს კანონი მანიფესტაციებისა და მიტინგების შესახებ, თქვა როგორც იურის სამ შემთხვევაში და არა როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს, იქნებ განმარტოთ უფრო კონკრეტულად ვის რა უფლება აქვს ამ შემთხვევაში, როგორც თქვა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის გეკითხებით. ძალიან მოკლედ შევეცდები მაშინ რომ ამ თემაზე გიპასუხოთ. პირველ რიგში როგორ არეგულირებს რა უფლებებს ამ ეს კანონი? კონვენციების თანახმად, ისე ჩვენი კონსტიტუციით და კანონმდებლობით. არანაირი ნებართვა მიტინგის მანიფესტაციის გამართვას არ ჭირდება. საჭირო არის თანხმობისთვის, უпростоრად შეტყობინების სახით შეტანა განცხადების მერიაში და ინფორმირება იმის შესახებ, თუ სად გაიმართება ეს მიტინგი ან მანიფესტაცია და რა იქნება ამ მიტინგის და მანიფესტაციის, ასე ვთქვათ, კონკრეტული მიზანი. შეუძლებელია მიტინგი და მანიფესტაცია დადებულდეს მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მოხდეს გზების ჩაკეტვა ან ვთქვათ, დაბრკოლება გარკვეული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების. მიტინგს და მანიფესტაციაზე ბუნებრივია არის შესაძლებლობა იმის, რომ ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე მოხდეს ქუჩის ან მოედნის გადაკეტვა და ეს არის ამ ადამიანების გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის საშუალება. მაგრამ ანუ მათ აქვს კანონით ამის უფლება. ბუნებრივია, მაგრამ ასე ვთქვათ, მათი ეს უფლება ვერ იქნება ვერანაირად გარანტირებული, თუ ხალხის რაოდენობა არ შეესაბამება იმას, რაც აუცილებლობას იწვევს ქუჩის გადაკეტვის. თუ ქუჩის გადაკეტვის აუცილებლობა არ არის, ასეთ დროს ბუნებრივია ვერავის უფლებაზე სხვაზე ვერ ვილაპარაკებთ. მერიას აქვს ერთადერთი ვალდებულება უზრუნველყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება, თუ ამ შემთხვევაში ქუჩები არის გადაკეტილი მიტინგების გამო, ბუნებრივია მერიამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რომ სხვა გზით მოხდეს ტრანსპორტის გადაადგილება, მაგრამ იმავდროულად თუ არ არის აუცილებლობა ქუჩის გადაკეტვის მიტინგზე მოსული ამ ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე, ამის დაშვება ბუნებრივია რომ არ შეიძლება. გასაგებია და რაც შეეხება შეკითხვა პარლამენტზე, რატომ არის დაკეტილი საკანონმდებლო ორგანო? მე ვფიქრობ, რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ სიტუაციაში ჩვენ ყველას მივცეთ საშუალება გამოხატოს თავისი პოზიცია. ბუნებრივია შექმნილი არის საკმაოდ არასასიამოვნო ფონი და ძალიან ბევრი რადიკალურად განწყობილი პოლიტიკოსი ამ ფონის კიდევ უფრო დამძიმებას სამწუხაროდ ხელს უწყობს. ჩვენ არ გვინდა, რომ რაიმე კონფლიქტი მოხდეს იმ ადამიანებს შორის, რომლებიც გამოხატავენ თავიანთ სამართლიან პროტესტს, მათ შორის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის დასაქმებასთან და ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით თავით პოზიციას, იგივე ვთქვათ, ცალკეულ შემთხვევაში კონსტიტუციურ მოდელებთან დაკავშირებით, მაგრამ
ჩვენ არ გვინდა რომ ამ ადამიანებთან კონტაქტი და კონფლიქტი მოხდეს კონკრეტული ფაქტიდან და კონკრეტული ინციდენტიდან გამომდინარე. ამიტომ ვფიქრობთ რომ პარლამენტი ამ შემთხვევაში ბუნებრივია განაგზოს მუშაობას, მაგრამ განაგზოს მუშაობას საკომიტეტო და საგანგებო რეჟიმში. მაგრამ აქ არის გასულით ის ხდომები და საკმაოდ დიდი შეზღუდვებია პარლამენტში. კი, არის შეზღუდვები, რაც უკავშირდება ისევ იმას, რომ ჩვენ გვინდა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც შეიძლება ერთმა ასე ვთქვათ, უგუნურმა გადაწყვეტილებამ რომელიმე პოლიტიკოსის, რომელიც მართავს ამ პროცესებს, ამ მიტინგებს გულისხმობ, გამოიწვიოს და აქედან გამომდინარე ჩვენ შევცვალეთ ის დამოკიდებულება პარლამენტის მუშაობის რეჟიმი, რომელიც არის. გასაგებია და ბოლო კითხვა და მოკლე პასუხი თუ შეიძლება, დიალოგის თემაზე ძალიან ბევრი იყო საუბარი იგივე ხელისუფლების წარმომადგენლების და ოპოზიციის მხრიდან. მე უბრალოდ მაინტერესებს ერთი კითხვა მინდა დავსვა. როგორ ფიქრობთ, რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს ხელისუფლება, ან რა შეიძლება შესთავაზოთ იმისათვის, რომ თქვათ გარკვეული ნდობა აღუდგინოთ ოპოზიციას და მოლაპარაკების მაგიდასთან თქვათ მოხერხდეს პოლიტიკოსების დასხდომა და იქ გადაწყვეტა თქვათ რაღაც საკითხების. მე მგონია კონკრეტული პასუხი და მე დღეს ნამდვილად ვერ ვიტყვი კონკრეტულად რომელ საკითხებთან დაკავშირებით მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ დიალოგის პროცესში. არა, მე გულისხმობ იმისათვის, რომ ნდობა აღსდგეს, ანუ გარკვეულ წინაპირობებს გულისხმობ. ხო, თუ ადამიანები არ არიან განწყობილი იმისათვის, რომ დიალოგის პროცესში მიიღონ მონაწილეობა, ჩვენ ვისმენთ ამ განცხადებებს უკვე რამოდენიმე დღის განმავლობაში, ვერანაირი დიალოგი ვერ იქნება, ბუნებრივია. თუ მათი მხრიდან დამოკიდებულება არის ისეთი, რომ დიალოგზე მოდიან მხოლოდ იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება წავიდეს, ეს ყველაფერს გავს დიალოგის გარდა. ეს უფრო ულტიმატუმს გავს და შესაბამისად. ისინი ამბობენ, რომ არის გარკვეული უნდობლობა, თქვათ მართველი გუნდის მიმართ. უნდობლობას რაც შეეხება ალბათ მე მგონი ყველას გვახსოვს დამოკიდებულება იგივე ოპოზიციონერების ამ საკითხთან დაკავშირებით. ყოველთვის იყო მათი მხრიდან ეს დამოკიდებულება. გავიხსენოთ 2007 წელი, სადაც მათი დამოკიდებულება იყო ძალიან კონკრეტული. ისინი გამოდიოდნენ ასე ვთქვათ მოლაპარაკების შემდეგ და ამბობდნენ რომ აი ჩვენ 4 მოთხოვნა გქონდა. აქედან 3 დაგვაკმაყოფილეს და თუ გავაგრძელებთ 4-ვეს დავაკმაყოფილეთ. ესეთი მიდგომა, ესეთი დამოკიდებულება რომ რაც მოთხოვნები მაქვს, თუ ეს არ დაკმაყოფილდა, მე მიმაჩნია რომ დიალოგი არის უშედეგო, მე ვფიქრობ პოლიტიკოსისთვის არის საკმაოდ უპასუხისმგებლო. ამიტომ დიალოგის პროცესი მე ესახება როგორც ცალკეულ საკითხებზე პოზიციების შეჯერება, ხელისუფლების მხრიდან ბუნებრივია გახსნილი არის დიალოგის თემა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია ეს არის ის საკითხები, რომელზეც ვერ იქნება ბუნებრივია საკითხი ხელისუფლების თქო წასვლასთან დაკავშირებით, იმიტომ წინააღმდეგ შემთხვევაში მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოდის ოპოზიცია, ზუსტად ეს მაინტერესებს, რა შეიძლება შეთავაზოთ ხელისუფლებამ და დავასრულოთ. ოპოზიცია უბრალოდ არ არის მზად დიალოგისათვის და ართუს დიალოგი. სამწუხაროდ ვერანაირ სხვა გზას მე ვერ ვხედავ დიალოგთან დაკავშირებით. ვერც ჩვენი ოპონენტები ვერ გვთავაზობენ რაიმე სხვა გზას. თქვენ ანონსში იყო ჩემი სინქრონით, სადაც ვამბობ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, ეს მართლაც ესეა. გასულმა დღეებმაც და დაგვანახა, რომ არანაირი სხვა ალტერნატივა არ არსებობს. საზოგადოებას და ისტორიას არ მოუგონია არანაირი სხვა მეთოდი მხარეებს შორის საკითხების მოგვარების. ერთ-ერთი საშუალება შეიძლება იყოს დიალოგი, სადაც პასუხი უნდა გაეცეს ყველა იმ კითხვაზე, რომელიც ჩვენ საზოგადოებას აღელვებს. ეს არის დასაქმების და ეკონომიკური საკითხები, ეს არის უსაფრთხოების საკითხები და ეს არის ის საკითხები, რაც კონსტიტუციური რეფორმას უკავშირდება. თუმცა ასევე მზადობთ, რომ ნებისმიერ სხვა თემაზე გავაგზავნოთ შედეგს. ძალიან დიდი მადლობა. პავლე კუბლაშვილი იყო ჩვენი ასე ვთქვათ ბოლო სტუმარი პოლიტიკოსების ნაწილში. ახლა რეკლამის შემდეგ თუ უკვე ჩვენ საშუალება გვექნება მოვისმინოთ საზოგადოებრივი პოზიცია. საზოგადოების პოზიცია. რა როლი აქვს მიმდინარე მოვლენებში სახალხო დიპლომატიას? მიგვაჩნია რომ თითოეულ ჩვენგანს ეკისრება უშუალო პასუხისმგებლობა საქართველოს მომავლის წინაშე. დიალოგი თუ რადიკალიზმი? რას თავაზობენ პოლიტიკოსები ხალხს და რას თავაზობს საზოგადოება ხელისუფლებას და ოპოზიციას? დიალოგი არახელისუფლების შენარჩუნებისათვის, დიალოგი არახელისუფლებაში მოსასვლელად, არამედ დიალოგი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. უცილებლიც არის დიალოგი მთავარი, αλλά ეს ლაპარაკი მარტო ლაპარაკად არ დარჩეს, თუ იცით რაღაცა გააკეთონ მართლა. სიტყვა ერთია, საქმე მეორეა. ჩვენ აქ ვართ რის გამო? ყველაფერი წესრიგშია ქვეყანაში. პროტესტი საკრების ქალაქში, შეხვედრა შერატონში და მიმართვა ლიტკაფეში. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და მათი პოზიციები. ლაშა ბაქრაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, აჩიკო გულედანი და ნანკა კალატოზიშვილი დღეს პოზიციაში. რეკლამის შემდეგ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ. საზოგადოების პოზიცია, რა როლი აქვს მიმდინარე მოვლენებში სახალხო დიპლომატიას, რას თავაზობენ პოლიტიკოსები ხალხს და რას თავაზობს საზოგადოება ხელისუფლებას და ოპოზიციას. პროტესტი საკრების ქალაქში, შეხვედრა შერატონში და მიმართვა ლიტკაფეში. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და მათი პოზიციები ჩემი გადაცემის მეორე ნაწილში. სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩემს სტუმრებს: თამრიკო ჭოხონელიძე, ნანკა კალატოზიშვილი, აჩიკო გულედანი, ლაშა ბაქრაძე და ნინო დანელია, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. მივესალმები ნინოსაც, მე ვერ ვხედავ უბრალოდ. მივესალმები
გამარჯობა ნინო, დიდი მადლობა მონაწილეობისთვის, მოგესალმებით თქვენს. დავიწყებ ჯერ სტუდიიდან და მოდით მივყვეთ ამავე თანმიმდევრობით. ქალბატონი თამრიკო, ყველა ხედავს რა ხდება დღეს ქალაქის ქუჩებში და ზოგადად ქვეყანაში ბუნებრივია. ძალიან ბევრი ადამიანი ღელავს არ აქვს ეს მნიშვნელობა, ვინ ოპოზიციის მხარდამჭერია, ვინ ხელისუფლების, ვინ საერთოდ არ ერევა ასე ვთქვათ ამ მოვლენებში. დღეს თქვათ იგივე ლევან გაჩეჩილაძემ გააკეთა განცხადება, რომ შესაძლოა მოხდეს პატარა სისხლის ზღვრა კრიმინალებსა და ქართულ ხალხს შორის. ანუ რაც უფრო იზაბება ვთქვათ ვითარება, მით უფრო კეთდება ასეთი განცხადებები და ბუნებრივია ღელვა იმატებს. მე უბრალოდ საზოგადოების წარმომადგენლებისგან მაინტერესებს და დავიწყოთ კი ბატონო თქვენ რა სცენარს ხედავთ ამ მოვლენების განვითარებით და მართლა არსებობს თუ არა ვთქვათ მსგავსი საფრთხე რომ მოხდეს პატარა სისხლის ზღვრა სიტყვაზე. ნინო, იცი ვიდრე ამას ვიტყოდი, უბრალოდ რა მოგვიყვანა აქამდე ორი სიტყვით თქვათ, იმიტომ რომ ეს არის სისხლის ზღვრა ესე უსაფუძვლოდ არ ხდება ღმერთმა დაგვიფაროს. ახლა მაგაზე არც ფიქრი მინდა და საერთოდ წარმოდგენაც არ შემიძლია, რომ არაერთხელ ყოფილა საქართველოს ისტორიაში მსგავსი სამარცხვინო ფაქტები, რომ ძმათა სისხლის ზღვრა მომხდარა და ყველა რომ კრიმინალებსა და ხალხს შორის და არა ძმათა სისხლის ზღვრა, თქვათ გაჩეჩილაძემ ეს განცხადება გაკეთა, ალბათ გულისხმობდა ხელისუფლებას ის ამ შემთხვევაშიც. ხელისუფლება პირიქით გულისხმობს და ასე ახლა მართალ აქ არის საუბარი საზოგადოებას რაც აინტერესებს, რამდენად არსებობს რეალური საფრთხე. აი ერთი რამ მინდა უბრალოდ თქვა, რომ რამ გამოიყვანა ეს ხალხი მართლა ხა ცოტანი ხო არ არიან. ან ეს ხელწამოსაკრავი საზოგადოება არ არის, ვინც გარეთ დგას ხო მართალია. ეხლა ჩვენ მე არ შემიძლია ისე ვთქვა, რომ რაღაცა ყველაფერი ცუდი ხდება, რაც ხელისუფლება მოვიდა, რა პოზიტიური შეიძლება დაწყება და თქმა ამის, იმიტომ რომ დაუნახავიც არავინ არ არის და ძალიან ბევრი კარგად ხედავს ამას განჯის ხოლმე. და ამბობს კიდეც და აღნიშნავს ახლა ის რომ შოკი გვაქვს უწყვეტად გასაგებია ყველაფერი და ძალიან დიდი მადლობა ის რომ გზები დაეგო შეიძლება მის დაუნახაობა ის რომ დავუშვათ კრიმინალური სამყარო ანუ ეს ქურდული სამყარო აღარ არსებობს და აღმოიფხრო ამის არ დანახვა არაფრით არ შეიძლება მაგრამ მე ერთი კითხვა მაქვს რომ მოხდა მკვლელობები ისეთი მკვლელობები რომელიც პრინციპში მაინც მიეწერება ხელისუფლებას მოხდა გირგვლიანის ეს ბიჭები ვაზაგაშვილი ბუტარო ბაქიძე გამცემლიძე და ასე შემდეგ ეს უბრალოდ ის გვარებია რომლებიც გაჟღერდა არაერთი მოხდა ასეთი მკვლელობა ხო მოხდა თუ არა ის თავოკაშვილის სახლის დარბევა და იქ ციხლით გამოყრა იმ ხალხის იქიდან საოცარი შეურაცხყოფელი იყო ეს ყველაფერი იმ ხალხისთვისაც და საერთოდ მეგონი საქართველოსთვის გარდა ამ და დანგრევა ამ სახლის ის რიყე აბანოთუბანი ხა ამდენი ხელყოფა კერძო საკუთრების ეკლესიების დარბევა მოხდა თუ არ მოხდა შტურმით აღება ეკლესიების მოხდა თუ არ მოხდა მე უბრალოდ მაინტერესებს ხა მაშინ როდესაც შენ გეუბნება რომ მე შოკი მოგეცი მაგრამ ხომ მოხდა ესეც დაუშვათ ღირდა არ შეიძლება და შოკი ისე მოგვეცა და ისე ყოფილიყო მაინდა-მაინც ზوارაკად უნდა შეგვეწირა ეს ბიჭები მისი წარმართული ღმერთების არ იყოს ელექტროენერგიის ღმერთისთვის თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი არ უნდა ყოფილიყო დაუშვათ ის რომ ეკლესია დაარბიეს და მე გავჩუმდი ამაზე არაფერი თქვა სამაგეროთ მე მოგეცით რა ქვია ამას გზები დაგიგეთ და ასე შემდეგ და კრიმინალური სამყარო ეს ამის გარეშე არ შეიძლება რომ მომხდარიყო და ეხლა ცინიზმი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რომელიც უნდა აღინიშნოს. აი ამან გამოიყვანა ჩემი აზრით, ხა მე არავის თავს არ ვახვევ, მაგრამ ამან გამოიყვანა ეს ხალხი გარეთ. იცი რატომ? იმიტომ რომ ცინიზმი პირველ რიგში ის რომ მე შენ შუქი მოგეცე, სამაგიეროდ მე მაქვს იმის უფლება რომ მოგიკლა. მე შენ ეს გაგიკეთე, სამაგიეროდ მე ეკლესიას დაგირბევ. მე შენ ეს გაგიკეთე, თუმცა ასე დგას დღეს საკითხი ქალბატონებდნენ თავს. არავითარ ეს ხო მოხდა, ეს ხო უტყუარი ფაქტებია და აი ამან აღაშფოთა ხალხი. ჩვენ კი ვიძახით ძალიან ბევრი ამბობს რომ ეს იცი არა, ძალიან ბევრი ამბობს რომ ხალხი გამოიყვანა თავის მაგაჭირება. არ არის ესე. ხალხი ღირსება შელახული აი ამ ყველაფრის მაყურებელი და ამ ყველაფრის დამნახავი. ნინო, ამის არ შეიძლება. ეხლა რაც ხდება, ხო? მე მაინც მგონია რომ ძალიან დიდი როლი მიუძღვის აქეთა მხარეს, ანუ აქეთა მხარეს გულისხმობ ხელისუფლებას ამ შემთხვევაში მაპატიოს ყველა, იმიტომ რომ მე მაინც მგონია რომ ძაბავენ სიტუაციას, იმიტომ რომ არ არიან ოპოზიციური მხრიდან ისე განწყობილი, იქაც არიან. ძალიან ბევრი საშიში ხალხი დგას. მე ხმამაღლა ვაცხადებ, საშიში ხალხი დგას და ჭუას უნდა მოეგოს ის ხალხი, რომელიც პროვოკაციებისგან არ დაგასწორებს არავითარ შემთხვევაში, არც ოპოზიციური მხრიდან. მეორე რამ იქაც არ არის მოსაწონი, მაგრამ არც აქ არის მოსაწონი ხარ. როდესაც დიალოგზეა ლაპარაკი, გეუბნებოდნენ ამდენი ხანი, დიდი ხანი ამბობდნენ სხვათა შორის
შორის იმას არ აი რასაც ახლა ბოლო ფრაზებს ვისმენთ ჩვენ რომ კატეგორიულად მე არა ვარ ამის მომხრე არანაირად აი კატეგორიულობის და რადიკალურობის არა მაგრამ მანამდე ხო ამბობდნენ იმას რომ გამოვიდეს პრეზიდენტი და საჯაროდ დაჯდეს საჯაროდ ვისაუბროთ საჯაროდ ვილაპარაკოთ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება არ ვიცი იქნებ მაინც შეიძლებოდა რაღაცეების მერე მაინც მგონია რომ ხალხის მხარეზე ბევრი უნდა დაადგნენ იგივე ვისაუბრებთ კიდევ ხალხთან თაბრიკო მოდით მივყვეთ ესე თანმიმდევრობით აჩიკო კითხვა მაქვს ვთქვა აი იგივე თაბრიკომაც ახსენა რომ ვთქვა იქით ამ მხარე აქეთ ამ მხარე სულ არის საუბარი რომ უკვე თითქოს საზოგადოებაშიც გაჩნდა ეს დაპირისპირების მომენტი და ერთგვარი გათიშულობა ვიღაცის მომხრე ვიღაცის და სულ არის საუბარი რომ რაღაც სამოქალაქო დაპირისპირებამდე არ მივიდეს ეს ყველაფერი მე ამ შემთხვევაში არ გულისხმობ სამოქალაქო შეერაღებულ დაპირისპირებას გულისხმობ სწორედ საზოგადოების წარმომადგენლებს შორის როდესაც ამაზეა საუბარი თქო ხელისუფლების შეცდომებზე ოპოზიციის თქო რაღაც შეცდომებზე მე უბრალოდ მაინტერესებს რაში ხედავს გამოსავალ საზოგადოება და რა შეიძლება შესთავაზოს საზოგადოებამ ასეთ ვითარებაში იგივე პოლიტიკოსებს იმისათვის რომ რაღაცნაირად განიმუხტოს ეს ვითარება მე ერთ რამეში ხედავ გამოსავალს ახლა ბევრჯერ ითქვა და ნუ ყველა თავხდებით იმაზე რომ ადამიანები ერთმანეთს უნდა ილაპარაკონ მაგრამ ამ თემას არ გავაგზავნებ ისაც ნათელი გამოსავალი არის იმაში რომ გვახსოვდეს საკუთარი ისტორია გვახსოვდეს ჩვენი წარსული გუშინდელი გუშინწინდელი და უფრო იმის წინანდელი დღე მე ცოტა სხვა ჭრილში ვუყურებ ამას ახლა რაღაც კონკრეტულ მოვლენებამდე ამ დღეებში რაც ხდება არ დავკონკრეტდები ჩემთვის პირადად თავარი ფაქტორი ის არის ვინ გამოიყენებს ამას რაც არ უნდა მოხდეს ვინ ვისა უნდა დააბრალოს ერთმა მეორეს კრიმინალი დაუძახოს მეორე სისხლის სმელი და მეოთხე ვინ გამოიყენებს ამას ეს არის ყველასთვის ნათელი მე ეს ჩემთვის არის მთავარი ფაქტორი უმთავრესი ფაქტორი ამას გამოიყენებს ჩვენი მტერი ის რომელიც გამუდმებით ცდილობს ჩვენი სახელმწიფოებრიობის განადგურებას მისი მიზანი არის ერთადერთი ის ყველა გზით ეცდება ამას და იმაშიც ვარ დარწმუნებული რომ გამუდმებით შეესწება რომ მოძებნოს დასაყრდენი ძალა მე ხალ ვერავიზე ვერ ვიტყვი ეს არის მთავარი ფაქტორი იმიტომ რომ ჩვენ ხვალდაზე კარგად გვახსენდება არაფერი ჩვენ ხვალდაზე გვექნება საბრძოლი ჩვენ და ჩვენ შვილებს ისევ პირდაპირ ეს შიშველი ხელებით უკვე თუ როგორ თუ რანაირად არ ვიცი იმასთან რაც აგვისტოს ომის დროს რაც ნახეთ პირდაპირ ნახეთ რა და მე ჩემთვის ანუ გადამწყვეტი მომენტი არის გადამწყვეტი ფაქტორი ეს როდესაც ხდება პოლიტიკური დებატები და რა თქმა უნდა ორივე მხარეს არ შეიძლება რაღაც არ მოგწონდეს რა თქმა უნდა არ შეიძლება რომ ერთი მხარე იყოს იდეალური და მეორე იყოს აბსოლუტურად ნეგატიური როგორც ხდება ხოლმე შეთავაზა წარმოჩენა რომ სიკეთის და ბოროტების ბრძოლა სიკეთის და ბოროტების ბრძოლა არის ოღონდ აქ კი არ არის ეს არის ჩვენი 4 საუკუნოვანი ბრძოლა თავისუფლებისთვის ეს გრძელდება ეს ომი არ დამთავრებულა ეს გრძელდება ძალიან დიდი ხანია და ჩვენ ეს გვავიწყდება და გადმოვდივართ რაღაც აი დღევანდელ აი ქუჩის გადაკეთება თავისუფლებისთვის ქუჩის გადაკეთება კი არა რო არ შეჭამოდა არ იარო და არ ისუნთქო ეგეთ შეიძლება რაც მოხდა კიდეს 80-იან წლების ბოლოს მაგრამ დღეს სულ სხვა სიტუაცია მე მგონია ნებისმიერ შემთხვევაში საზოგადოება რაც უნდა გააკეთოს უნდა იფიქროს რომ ეს არის ჩვენი სახელმწიფო 80-იანი წლების ბოლოს ეს ჩვენი სახელმწიფო არ იყო ეს იყო დაპყრობილი და ჩვენი ქალაქის თავზე წითელი დროშა ეხა სხვა დროს ჩვენი სახელმწიფო ეს და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ რა გვინდა ისე ვისაუბროთ იმათმა ისაუბრო მაგრამ არ უნდა დაუშვათ ის რომ ეს სახელმწიფოება კიდე წაგვართვან და ეს აუცილებლად მოხდება მე გულისხმობ აუცილებლად ამის გამოყენების თელობა იქნება თუ ჩვენ ჩავიდენთ რაღაც სისულელეებს საზოგადოება თვითონ პოლიტიკოსებთან ერთად და შემდეგ ალბათ კიდე დავჭირდება დიდი აგვისტოში არ იყო ქუჩები გადაკეტილი აგვისტოში ქუჩები არ გადაკეტილი მაგრამ აგვისტოში რო ეს რაც ხდებოდა ის ხალხი სიტყვაზე რა ნებისმიერი იქიდან იმ ტანკებს დადგომოდა წინ და არ ვიცი ხა მე არავიზე არ ვიძახი ვიღაც წავიდა ვიღაც არ წავიდა მაშინ უნდა ყოფილიყო გაცილებით გადაკეტილი უნდა ყოფილიყო ყველა გარეთ უნდა ყოფილიყო და დახურული ყოფილიყო დიღომით და იმის იქითაც მაგრამ სხვა ტერიტორიიდან დაიწყო პრობლემა ასე მე ჩემთვის თავარი და როდესაც მე ანუ ამ პოლიტიკურ თემაზე მედი საუბარი ხოლმე მე მიწევს კამათი ადამიანებთან საუბრობთ იმაზე რომ
ჩვენ დავგონდეთ ძინარე ცხინვალი და თავს დავესხით რუსებს, ისინი აქ შემოდიოდნენ რაღაც 3 წლის განმავლობაში ლიანდაგს აკეთებდნენ, ტანკები შემოყავდათ აქ, იმას პლასტარმებს აკეთებდნენ, რაღაც წვრთნებს აწყობდნენ და ჩვენ დავესხით თავს და ესეც არის ხოლმე მაგალითად იმის რომ ჩვენ მოვაწყეთ. აგვისტოა, მოდით დღევანდელობაზე ვისაუბროთ, ცოტა დრო გასაგებია თქვენი პოზიცია. ჩემთვის თავარი ფაქტორი ეს არის და აქედან გამოვდივარ უბრალოდ ეხლა შემდეგ დეტალებზე რა თქმა უნდა. გასაგებია თქვენი პოზიცია. მოდით გადავიდეთ ნანკას კითხვა და შემდეგ ყობად ნულაშა თქვენ და ნინოც გველოდება. თქვენ ახსენეთ იგივე გადაკეტილი ქუჩები, ამაზე იყო საუბარი, თქვა საზოგადოების ნაწილს, ვინც ჩაულ რეჟიმში განაგრძობს ცხოვრებას, უჩნდება გარკვეული პროტესტი ამ სატრანსპორტო ბლოკადის წინააღმდეგ. ნაწილი რა თქმა უნდა იგივე აჩიკომას თქვა, როდესაც თავისუფლებაზე საუბარი უნდა იყოს, მსგავსი, მოკლედ არის ასეთ სხვადასხვაობა. თქვენ როგორ უყურებთ ამ მიმდინარე მოვლენებს, იგივე ქონდათ საშუალება, თქვათ, მოგესმინათ ხელისუფლების არგუმენტები შეხვედრაზე, ანუ თქვენი პოზიცია რა არის ამ შემთხვევაში და როგორ ფიქრობთ, რა უნდა მოხდეს, რა უნდა იყოს გამოსავალი ამ სიტუაციიდან? სამწუხაროდ, ძალიან სამწუხარო, იმიტომ რომ მე მეგონა რომ გრძელი სიტყვა მოკლე ითქმის, მე ერთხელ გვეთქვი ჩემი კომენტარი და ძალიან სამწუხაროა ჩემთვის ის ფაქტი, რომ საქართველოს დღეს მიწევს მე ნანკას ეგრეთ წოდებულ ვიღაც მსახიობს პოლიტიკაზე საუბარი, რაც მე ძალიან არ მსიამოვნებს. მე არ მინდა ვიცოდე ვინ არიან ხელისუფლებაში, ვინ არიან ოპოზიციაში, არ მაინტერესებს, არ მინდა ვიცოდე, მინდა ვცხოვრობდე მშვიდობიან ქვეყანაში. ის რაც მე ვთქვი სამწუხაროდ, ან არ მოისმინეს და არ გაიგეს ისე როგორც ვთქვი, ან გაიგეს ისე როგორც უნდათ რომ გაეგოთ. მე დღეს ბოლოჯერ დიდი მეცვიტე ვარ, ვიტყვი ამას ყველაფერს, რასაც მე ვფიქრობ ბოლოჯერ, გნებავთ გაიგეთ ეს ყველაფერი ისე როგორც მე ვთქვი ტრანსფორმაციის გარეშე, გნებავთ უბრალოდ გაატარეთ და ჩათვალეთ რომ მე ვარ უბრალოდ სულელი ბნელი ადამიანი და არაფერი არ გამეგება ამ ქვეყანაზე. ჩემთვის მე ერთადერთი ჩემი პრობლემა არის ის, ბევრი ადამიანისგან განსხვავებით, რომელიც ემხრობა ერთ მხარეს ან მეორე მხარეს, მე უნდობლობა მაქვს ორივე მხარეს და მე ამით ვარ უბედური. მე არ შეიძლება არ ვაღიარო ის ფაქტი, რომ პირადად მე არ ვთვლი, რომ ოპოზიციამ გაიყვანა თუნდაც ნოემბერში ხალხი. ხალხს შეუერთდა ჩემი აზრით ოპოზიცია, იმიტომ რომ ხალხი გამოვიდა უსამართლობის გამო. არ შეიძლება დახუჭო თვალი იმაზე, რომ ტელეფონზე ლაპარაკის დროს როგორ ხარს, მაგივრად შეიძლება იკითხო როგორ ხართ, იმიტომ რომ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ სამნი არ ვართ ამ შემთხვევაში და ტეტ-ატეტ ვსაუბრობთ. არ შეიძლება არ იყო გამწარებული იმის გამო, რომ ყოველ საღამოს ვუყურებ გადაცემას მადლობა პატრულს და ამ შემთხვევაში მადლობა პატრულის მაგივრად გვერდზე უცებ ხდება ისეთი შემთხვევები, როცა იღუპება გამცემლზე, რომელზეც მეუბნებიან ეკრანიდან, რომ იცი რა ის თავდაცვის მიზნით ისროლა პატრულმა და კეფაზე როგორ ხდება მოტრიალდები და ზურგით როგორ ხდება წინააღმდეგობის გაწევა, რო არ მითხრათ, მე ძალიან მაინტერესებს. აი ეს სიცრუე, ეს სიბინძურე, აი ამ გამოიყვანა ეს ხალხი. როდესაც პატრულს იმდენივეს აძრევ, არა, ერთი წამით მაპატეთ. არა, კი ბატონო, მე ვერ გამიგეს და მე ძალიან მინდა რომ ჩემ ხალხმა, რომელიც მე ძალიან მიყვარს და არ მაინტერესებს პოზიცია თუ ოპოზიცია, სწორად გამიგონ. არ შეიძლება ამაზე ლაპარაკი, აი ესეც რა გავატარე რა. არ შეიძლება ლაპარაკი, რომ პატრულს ზუსტად იმდენივე მიუსაჯეს, რამდენიც შეიძლება მშერ ადამიანმა მოიპაროს პური და მიუსაჯო იმას. ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. არ შეიძლება მე 200.000 ვარ თუ 10.000 ვარ გამოვიდე ქუჩაში, ეს მე ნოემბერზე მაქვს საუბარი. გითხრა რომ მე ცუდად ვარ და შენ თუ მაშინ თუ გახსოვთ არ იყო საუბარი მიშა გადადექი. მაშინ დაიწყო სწორედ იქ პრობლემა რომ მაგრამ აქამდე მიიყვანეს ხალხი, მიიყვანეს ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც. იმიტომ რომ ელემენტარულად შენ არ გისმენ, როცა მე გეუბნები რომ მე ცუდად ვარ. გეხვეწები მომხედე, შენ ხარ ჩემი ხელისუფლება და იქიდან ცინიზმის და სიცილის გარდა არაფერი არ გესმის, ეს ძალიან მტკივნეულია. როცა მე გეუბნები რომ შველა მჭირდება და იქიდან მეუბნები რომ მე ასფალტი დაგიგეს, წარმოუდგენელი ტკივილია. მე ასფალტის გამო შენ მადლობას გადაგიხდი, ზუსტად იცოდე. მაგრამ ამას ეს მაცალე, ამ ხელა უსამართლობის ფასად მე ეს არ მჭირდება, მაგრამ არის მეორე მომენტი, რომელიც ჩემთვის კიდევ უფრო მტკივნეულია. ეს არის ოპოზიცია, რომელიც დღეს მე მეუბნება, რის გამოც მე ვეწინააღმდეგებოდი ხელისუფლებას და რის გამოც მე არ მომწონდა რაღაცები ამ ხელისუფლების გაკეთებული. თუმცა მე ვთვლი რომ აგურ რაღაცა აშენდა უკვე. და მე ამ აგურის დანგრევის მეშინია, იმიტომ რომ ამის აშენებას კიდე წლები დაჭირდება და კიდე მიტინგი დაჭირდება, რომ რატო, რას ქვია, როგორ 2 წელი გავიდა და შენ არ ამაშენე, იმიტომ რომ ამის დანგრევა ძალიან ადვილია, აშენება ძალიან ძნელია. მაგრამ დღეს, როდესაც ოპოზიცია მე ჩვეულებრივ ადამიანს, რომელმაც ვეღარ გავიგე რა ხდება, მე გასაგებია იქ არ ვენდობი. მე მესმის, რომ არ მაქვს ნდობა, იმიტომ რომ მაშინაც რაღაცა დაპირებები იყო და რაღაც დაპირებები არ შესრულდა, ხო? და ოპოზიცია დღეს მე მეუბნება, რომ იცი რა, შენ თუ არ დგეხარ ჩემს გვერდზე, შენ თუ არ ხარ რევოლუციის მომხრე, შენ არ ხარ ამ ქვეყნის მოღალატე და შენ ხარ
მოქალაქე და ხარ მოღალატე. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული მოსასმენია. გასაგები ნახა ზუსტად იმაზე საუბრობ, რაც მე თუ მე ვიბრძვი რომ მე მაქვს უფლება ჩემი მე მქონდეს, ჩემი აზრი გამაჩნდეს, ჩემი შეხედულება მქონდეს და არავის საქმე არ არის, მე ვის მივცემ ხმას, მივხედავთ რომ საერთოდ თუ არ მისცემ საერთოდაც თუ არ მივცემ ხმას და ამას ჩვენ ერთად ვებრძვით და ამის წინააღმდეგ ჩვენ ერთად მივდივართ, დღეს შენ იგივეს მიკეთებ. რა მაგალი რა მესიჯს მიგზავნი რომ რას ქვია შენ თუ აქ არ ხარ მოღალატე რატო ვარ მე მოღალატე როცა მიყვარს ჩემი ერი და ჩემი ხალხი და ესე უყვარდეს ყველას თავის ხალხი გასაგებია ვისაუბრებ მთავრობამ ისა იგივე თუნდაც ოპოზიციაში შენ თუ ჩემს გვერდში არ ხარ ჩემი მტერი მე იმიტომ არ ვარ არც იმის გვერდში და არც ამის გვერდში ჩემი ტკივილი ეს მაგრამ არის მაგალითი ჩვენ აქედან ქვეყანაში თუ რადიკალური არ ხარ ანიკით ანაკეთ შუალედი არავის არ მოწესმის მე წავალ ამ პაპუასებში და მეცოდინება ვინ შემჭამა გიბშიელი ლომი იყო შიოდა და შემჭამა და იმიტომ მოვკვდი მეცოდინება ნაკა ლაშა აი ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ როდესაც ვამბობდი დაპირისპირებაზე საზოგადოების წევრებს შორის მე ხვდები განაწყადებული ნანკა ვთქვათ რაღაც ალბათ არაურდგორელი რეაქცია მოყვა მის მანამდე განცხადებებს არა ისეთი რეაქცია ქონდა მე მინდა რომ ხალხმა არ დავინახო შეასყდეს ერთმანეთს ხალხი ეს ხომ უკვე საზოგადოების პრობლემა მით უმეტეს ვთქვათ და იგივე და დავუბრუნდეთ დღევანდელ მოვლენებს გამოსავალი და ასე ვთქვათ შეთავაზება თქვენი მხრიდან რა იქნება პოლიტიკოსებისთვის რომლებიც ამ წუთას არიან ძალიან დაპირისპირებული მხარეები და არც ერთი დათმობაზე არ მიდის. იმისათვის რომ განიმოხტოს სიტუაცია. მე მომიწევს გავემეორო იგივე რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად გამეორე მე ვერ ვხედავ ჩემ თავს წარმოადგენს ამ პოლიტიკურ სპექტრში. და ეს სიტუაცია რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს არის აი ამ პოლიტიკური კლასის პრობლემა. რომელსაც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი საერთოდ არ ენდობა. და აი ეს უნდობლობის ფაქტორი არის დამღუპველი ამ ქვეყნისათვის, რადგანაც ვერც ხელისუფლებამ და ვერც ოპოზიციამ ვერ მოახერხა ის, რომ დობის ფაქტორი უფრო დიდი იყოს, რადგან ისეთ ქვეყანაში, როგორც საქართველო არის, რომელიც ახლა ყალიბდება ფაქტიურად, მიუხედავად იმისა, რომ 20 წელი გავიდა, ეს იგნორანტულობა საზოგადოებისა, რომ ისინი არ არიან ჩართულები. ამ საქმიანობაში იწვევს საბოლოო ჯამში იმას, რომ საერთოდ ინსტიტუციებისადმი არის იგნორანტული დამოკიდებულება, ანუ პოლიციისადმი მაგალითად, რომელიც ვერ შედგა როგორც დემოკრატიული ორგანიზმი სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ მუდმივი პროპაგანდა მიდის, რომ აი რა გაიფო პოლიცია გვყავს. ასე არ არის. ამაზე შეგვიძლია უფრო ღრმად ჩავიდეთ, მაგრამ არ იძლევა ვთქვათ ხოლმე ხშირად ესეთი მოკლე საუბრები ამის საშუალებას. ის რომ სხვადასხვა შტოებს შორის არანაირი ხელისუფლების არანაირი დიფერენციაცია არ არის და ყველაფერი ერთ საქმეზე მუშაობს, რომელიც თავიდანვე პრობლემა იყო ამ ხელისუფლებისა და მრავალი რაც ჩამოითვალა სასამართლო და ასე შემდეგ. ამაზე თუ არ ვისაუბრეთ, მაშინ ვერ გავიგებთ რა სიტუაციაში ვიმყოფებით. იგივე ვთქვათ მედიის არათავისუფლება ვთქვათ. როდესაც აჩიკო და მე აქ მოვედით, ვსაუბრობდით, რომ გვახსოვს აქ ძალიან კარგად, თუნდაც წინა რევოლუციის დროს, ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციის დროს, როგორი ძალიან ცოცხალი საუბრები იმართებოდა. ამის საშუალება წლების განმავლობაში არ იყო. და დღესაც ის ტოქ-შოუები, რომელიც გვაქვს, არავის არ მინდა რომ ვაწყენინო, არ იძლევა საშუალებას, რომ მართლაც რაღაცა სიღრმისეული დისკუსიისა. თუ არ იქნება ასეთი საზოგადოებრივი სფერო, სადაც ჩვენ გვექნება საშუალება, რომ გამოვთქვათ ჩვენი აზრი და თუნდაც უაღრესად მტკივნეული აზრიც გამოვთქვათ, ვერ შედგება ეს სახელმწიფო. სამწუხაროდ ეს ვერ გაიგო ჩვენმა ხელისუფლებამ. ჩვენი ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს დღესაც იმ მდგომარეობას, რომელშიც არის. და მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ეს მაინც ერთჩვენიერ დღეს ეს ხალხი დაიღლება, დაიშლება და მაშინ გააგრძელებენ იგივეს. აი ეს არის ძირეული პრობლემა, იმიტომ იგივეს ვერ გააგრძელებენ, რაც არ უნდა მოხდეს. და მე მაგალითად არ შეიძლება რომ აგვისტოს საკითხებზე არ დავბრუნდეთ, იმიტომ ასე უაღრესად მტკივნეული საკითხი ხო და ასაკურველია თავისთავად ცხადია, ვეცდები რომ მოკლედ. აგვისტოს ომის შემდეგ მე მართლა ვფიქრობდი, რომ აქ ქვეყანაში ხელისუფლება უნდა დაინახოს ის პრობლემები, რომელიც მას აქვს, მაგრამ ვერ დაინახა ხელისუფლებამ ის პრობლემები. ხელისუფლებას ჰქონდა უზარმაზარი საშუალება, რომ ძალიან ბევრ ამაში ცვლილება გაეკეთებინა. რომ გამოსულიყო აი 10-ოდე კაცის ჯგუფიდან, რომელიც სინამდვილეში მართავს სახელმწიფოს, რომელიც მხოლოდ დანარჩენი ნაწილი იგივე სახელისუფლებო ჯგუფისა, რომელიც მოყავთ ხოლმე ტოქ-შოუში, მათ არაფრის თქმა არ შეუძლიათ, იმიტომ რომ მათ აზრი არ გააჩნიათ, რომელიც არის ხელის სამწევები. და გამოსულიყო აქედან უფრო ფართო ბაზისი შეექმნა მართლობისათვის, იმიტომ რომ მე თქვენ გეუბნებით
რანაირადაც არ უნდა დამთავრდეს. აი ეს დღევანდელი დაპირისპირება ხელისუფლება იძულებული იქნება აუცილებლად ან 2013 წლამდე ეს ხელისუფლება მაინც ჩამოიშლება, თუ კი მან სერიოზული ნაბიჯები არ გადადგა. და სერიოზულ ნაბიჯებს ჩვენ სამწუხაროდ ვერ ხედავთ, იმიტომ რომ არ არის აქ აუცილებელია ვილაპარაკოთ, რომ რატომ არ მელაპარაკება ოპოზიცია. აქ ხელისუფლება ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლია თვითონ, იმიტომ რომ თუნდაც პარლამენტში აქვს სრული უმრავლესობა და გააკეთოს რაღაც. როდესაც თვალში ნაცას გვაყრიან, მაგალითად ტელევიზიაში, მაგალითად სახელმწიფო ტელევიზიაში, მაგალითადაც გეუბნათ, დღეს ინტერნეტ საიტზე ვეძებდი ტელევიზიისა ჩვენი საზოგადოებრივი ტელევიზიის, რომ ყოფილიყო თქვა განცხადება თუნდაც გუშინ გადამდგარი სამეთვალყო საბჭოში და თქვენ ვერ იპოვით ამ მაგაზე არ არის, როცა კადრი არის გაყოფილი და ღამის კადრებს გაჩვენებენ, რომ ცარიელია ქუჩა, ეს წარმოუდგენელია, ეს არ შეიძლება ამის გაკეთება. დაუსვა შეკითხვა და გავაგრძელოთ საუბარი, ცოტა დრო გვაქვს. ნინო დანელი არის ჩვენი სტუმარი, დაგვეჩაგრეთ ცოტა, იმიტომ რომ სტუდიაში არ ზიხართ. ნინო, თქვენ და თქვენმა მეგობრებმა, იმიტომ რომ მე მაინც მინდა ეს ბოლო კითხვა ყველა სტუმართან და თქვენთანგან დავიწყო, დავსვა სწორედ დიალოგზე ან რაიმე სხვა სახის, არ ვიცი, გამოსავალს რას ხედავს საზოგადოება, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ვისაუბრეთ გარკვეულ შეცდომებზე პოლიტიკოსების მხრიდან. თქვენ და თქვენმა მეგობრებმა გავრცელეთ ერთობლივი განცხადება, სადაც დიალოგისკენ მოუწოდეთ დაპირისპირებულ მხარეებს და ამ განცხადებასაც მოუყვა არაერთგვაროვანი გამოხმაურება შემდეგ. და რიგ შემთხვევაში კრიტიკას თქვენი მისამართით. ამიტომ კარგად რომ განგვიმარტოთ რა იყო იმ ადამიანების შეთავაზება პოლიტიკოსების მისამართით, ვინც ხელს აწერთ ამ ერთობლივ განცხადებას და საკმაოდ ბევრი ადამიანი აწერს სხვათა შორის ხელს და იქ იყო ნათქვამი რომ საშუალება ქონდა სხვებსაც თუ იმეს სურვილი აქვს რომ შეუერთდეს ამ განცხადებას. კი, და ხელმოწერები კიდევ გრძელდება, ასე რომ რაღაცნაირად ჩვენი რიგები კიდევ უფრო მეტია. უბრალოდ სანამ გამოსავალზე დავიწყებ და ლაპარაკს, უბრალოდ ორი წინადადებით მინდა შევეხო პასუხისმგებლობის საკითხს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ როდესაც თქვა ამ შემთხვევაში ხელისუფლება არის მომლოდინე მდგომარეობაში და ითხოვს დიალოგს ოპოზიციასთან, რომელიც თავის მხრივ დიალოგზე ამბობს უარს და ხელისუფლება ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამს და წელავს პროცესს, ცხადია მთელი პასუხისმგებლობა პროცესებზე, როგორადაც არ უნდა განვითარდეს ეს პროცესები, ეკისრება ხელისუფლებას, იმიტომ რომ ძალაუფლება დღეს აქვს ხელისუფლებას. ხელისუფალს მოეთხოვება სწორედ ყოველგვარი პასუხი მის ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობაზე და რასაკვირველია გამოსავალიც ძალიან რთულია, მაგრამ მაინც უნდა იპოვოს ამ ვითარებიდან ხელისუფლება. ასე მე მგონია, რომ ოპოზიციის პასუხისმგებლობა, თქვა აქ სულ არის საუბარი პოლიტიკოსებს, გასაგებია რომ მეტი წილი ხელისუფლების პასუხისმგებლობა. კი, რა თქმა უნდა არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ სიმძიმის წონა ბევრად არის გადანაცვლებული ხელისუფლების მხარეს და კიდევ მე ვფიქრობ, რომ არ ჭირდება რაღაცა განსაკუთრებული დიალოგის წარმოება ან მოლაპარაკებების წარმოება ოპოზიციასთან იმას, რომ ქალაქის მერია ვალდებულია გაასუფთავოს ქალაქი. დღეს მე ვუსმინე ბატონი გიგის განცხადებებს, რომ მას ფიზიკურად, ანუ დასუფთავების სამსახურს ფიზიკურად ექმნება პრობლემები გადაკეტილი ქუჩების გამო, რაც არ არის მართალი, იმიტომ რომ პეკინზე ტელევიზიასთან ქუჩა არ არის გადაკეტილი იმ ადგილას, სადაც ნაგავიყრია და იქ არის ძალიან ესეთ ანტისანიტარული მდგომარეობა შექმნილი. ასევე არ ჭირდება დიალოგი იმას, რომ ის ადამიანები, ვინც დაესხა თავს მშვიდობიან მომიტინგეებს და რაღაცნაირად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ცემა თუ რა იყო იქ არ ვიცი, გამოავლინოს ეს ადამიანები, დასაჯოს ეს ადამიანები და რაღაცნაირად ასევე ირეაგიროს ამაზე. გამოსავალი მე ვფიქრობ არის ძალიან კონკრეტული. დიახ, აი თქვენ შეთავაზებას რაც შეეხება რომ ვთქვათ. დიახ, თუ კი ოპოზიციას აქვს კონკრეტული რაღაცნაირი გეგმა იმისა, რომ ისინი წავლენ დიალოგზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ამ დიალოგის დროს, ამ მოლაპარაკების დროს იქნება ლაპარაკი ხელისუფლების მშვიდობიან შეცვლაზე. რაღაცნაირად ხელისუფლება უნდა შეძლოს თავის თავში იპოვოს ძალა, რომ შესთავაზოს ოპოზიციას და ამ შემთხვევაში მე დავამატებდი ძალიან მნიშვნელოვან წილად საზოგადოებას, რომელიც მის მიმართ არის კრიტიკულად განწყობილი, კონკრეტული გამოსავალი. ვთქვათ, მიიღოს გადაწყვეტილება, რომ დანიშნოს რეფერენდუმი, რომელიც კითხავს საკუთარ მოქალაქეებს, გსურთ თუ არა თქვენ გადამდელი არჩევნები. კი ბატონო, არ უნდა რეფერენდუმი, ვთქვათ, არის მეორე არჩევანი, მას შეუძლია დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ კი იგი ვერ ნიშნავს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კანონმდებლობაში შესაძლოა შევიდეს ცვლილება გამარტივებული იმპიჩმენტის წესის შემოღების შესახებ. და უკვე თავად ახალ არჩეულ პარლამენტს, რომელიც ვადამდელი არჩევნების შედეგად იქნება მოსული, გამარტივებულად შეიძლება იმპიჩმენტი გამოუცხადოს პრეზიდენტს და ამით ძალიან მშვიდობიანად გადააყენოს მიხეილ სააკაშვილი იმ შემთხვევაში, თუ კი პარლამენტში
ოპოზიციური ძალები მოვლენ უმრავლესობით. თუ კი ისევ ხელისუფლების წარმომადგენლები მოვლენ უმრავლესობით, მაშინ ცხადია ეს საკითხი დღის წესრიგიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოიხსნება და მიხეილ სააკაშვილიმ ძალიან მშვიდად იქნება პრეზიდენტი 2013 წლამდე და თქვათ შემდეგ უკვე იქნება ახალი საპრეზიდენტო არჩევნები. თქვენ ამ განცხადებაში წერდით, რომ როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ეს თქვათ ოპოზიციის მხარდამჭერებისთვის დიალოგზე საუბარი ოპოზიციური პოლიტიკოსებმა არა უნდა გაბედონ დიალოგზე საუბარი, არამედ თავად უნდა მოითხოვონ დიალოგი და ხელისუფლებამაც არა მხოლოდ უნდა ისაუბროს დიალოგზე, არამედ რეალურად უნდა გადადგას ნაბიჯები დათმობისკენ. აი ამ კონკრეტულ თქვათ საკითხებს გულისხმობთ, რომ რაღაც გარკვეული წინაპირობები უნდა შექმნას ხელისუფლებამ და თქვათ იგივე დათმოს ოპოზიციამ კიდევ კონკრეტ რომ განმარტოთ და უნდა გადმოვიდეს სტუდიაში. კი ბატონო, ეს განცხადება გაკეთდა ერთი კვირის წინ, ამიტომ აქ ცხადია ასეთი წინაპირობების შექმნაზე არ იყო ლაპარაკი, აქ იყო უბრალოდ მოწოდება ჯანსაღი ძალიან კონკრეტული დიალოგისკენ, იმიტომ რომ როდესაც თქვა პოლიტიკოსების ერთი ნაწილი ითხოვს პრეზიდენტის გადადგომას და შესთავაზო საკითხად თქვა გლობალური ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავალი, მე მგონი არ არის ერთმანეთის იდენტური, ხო? ჩვენ ვიგულისხმეთ, რომ ოპოზიციამ უნდა აიძულოს, უნდა დაარწმუნოს რაღაცნაირად საკუთარი მომხრეები, რომ დიალოგი აუცილებელია და არ მოახდინოს ამ თემის მარგინალიზაცია. ბუნებრივია, ჩვენ ასე ვფიქრობთ, იმიტომ რომ ძალიან პოპულარული არის სწორედ ეს, რომ ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ რა ვუყოთ ამ ხალხს, რომელიც ახლა ითხოვს აი ასეთ რადიკალურ ცვლილებას. ანუ რაღაცნაირად გამოდის, რომ ისინი იწერებიან აი ამ პოლიტიკურ კონიუნქტურაში და ისინი ვერ გადადიან ამ რაღაცნაირად პოლიტიკური კონიუნქტურიდან. აქ მე ვფიქრობ, საჭიროა ძალიან დიდი ძალისხმევა, რომ საზოგადოება დარწმუნდეს იმაში, რომ ეხლა არის თან ძალიან კარგი საშუალება იმისა, რომ ხელისუფლებას ძალიან კონკრეტული, ძალიან რეალური ქართული საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელონ, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილის გადადგომა საზოგადოებას უნდა არა იმიტომ რომ მას მიხეილ სააკაშვილი აი ესეთი ვთქვათ არ მოწონს რაღაცა მისი ინდივიდუალური თვისებებიდან გამომდინარე, არამედ სწორედ იმის გამო ითხოვს საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის გადადგომას, რომ მას აქვს კონკრეტული პრეტენზიები. ამიტომ მოდით ვიფიქროთ სწორედ აი ამ კონკრეტული პრეტენზიების დაკმაყოფილებაზე და არა იმაზე, როგორ დავძაბოთ სიტუაცია, როგორ ვილაპარაკოთ მოსალოდნელ ომზე, რომელიც შეიძლება რა თქმა უნდა მესამე მხარემ შეიძლება ეს გამოიყენოს. და მოდით შევეცადოთ რაღაცნაირად არ ვეცადოთ დავძაბოთ სიტუაცია, იმიტომ რომ ადამიანები ისედაც ძალიან ღელავენ და გაუთავებელი ფორსირება იმის რომ ახლა შეიძლება სისხლძვრა მოხდეს, ახლა შეიძლება რაღაც არეულობა მოხდეს, ბუნებრივი არის ძალიან ისეთი ძაფრი და ამ ადამიანებისთვის ძალიან მტკივნეულო. გასაგებია თქვენი პოზიცია. დიდი მადლობა ნინო, ძალიან ცოტა დრო გვაქვს და მინდა აი ამ თემით დავბრუნდე უბრალოდ, რატომ გახდა ეს დიალოგი ასეთი ცუდი სიტყვა და თქვენი მოსაზრებები მაინტერესებს უბრალოდ დიალოგთან მიმართებაში, იმიტომ რომ არის საუბარი რომ ერთ-ერთი გამოსავალი ვთქვა თუ რაღაც უფრო მეტად ჩიხი შეიქმნა პოლიტიკური, რომ მაინც დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან ვთქვათ პოლიტიკური ძალები. არის ასეთი მოსაზრებაც. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას? ოთხივეს პასუხს. ყველა დაპირისპირება მოლაპარაკების მაგიდასთან სრულდებოდა. ყველა ნორმალურ შემთხვევაში და ნორმალურ ქვეყნებში ეს უნდა დავამატოთ. მაგრამ მე უბრალოდ მინდა ცოტა თქვა ჩემი ეჭვი, მე ეჭვება რომ ეს ყველაფერი მოხდება, იმიტომ რომ მე მაშფოთებს მინდა გითხრათ ხელისუფლების მხრიდან საოცრად არაჯანსაღი თავდაჯერებულობა და ის რომ ისინი ვერ გრძნობენ ამ სიტუაციის სერიოზულობას და სიმწოვეს. ეს ძალიან აშკარა და ძალიან კარგად შეიგრძნობა. აი იცით და ხალხი არის აღშფოთებული ამის გამო და მე პირადად ვარ შეშფოთებული და ცოტა არ იყოს მეეჭვება რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს. ძალაუფლება შენს ხელშია. შენ უნდა წამოიყოლო ოპოზიცია შენსკენ, უნდა წამოიყოლო დიალოგი. ანუ თვითონ მაინც რაღაცნაირად უნდა შედგეს ეს დიალოგი. მე ის მაინტერესებს საზოგადოებას რა კიდევ ამბობ მეეჭვება რომ ეს ყველაფერი შედგება, მაგრამ იცით რა, როდესაც პრეზიდენტი პირველ რიგში უნდა იყოს ქვეყნის მთლიანობის გარანტი. ეს არ მოხდა ჯერჯერობით, ხო? კარგავ ტერიტორიებს. ახლა ჩვენ რა დროს ეს არის? რაც უფრო და არა, კიდე უფრო ტერიტორიებს არ უნდა დაუჭირო, მაშინ უნდა დაუჭიროთ კიდე მხარი. ახლა კიდე დავკარგავთ, საერთოდ მე მიტინგები აღარ იქნება საჭირო თუ საქართველოს დავკარგეთ მთლიანად. ახლა ლაპარაკი უბრალოდ იმაზე, რომ თუ შენ ახლა ამ წუთში ესეთ კატეგორიულ მოთხოვნას გიყენებს ოპოზიცია, რომ გამოდი დიალოგზე, მხოლოდ იმიტომ შედგება, მაშინ შედგება დიალოგი თუ პრეზიდენტი გადადგება, პრეზიდენტმა ხო შეიძლება გადადგას ესეთი ნაბიჯი, მაშინ როდესაც ჩვენ გთხოვდნენ და ეხლაც გეუბნებია რომ მოდი საჯაროდ ვილაპარაკოთ, ხალხს დავანახოთ, რა გააკეთე კარგი, ის ხო თulis რომ ბევრი კარგი რამ გააკეთა ქვეყნისთვის. გამოვიდეს და დაგვანახოთ. დიალოგი რა, მაშინ ან თუ დიალოგი როგორ? მეცვლო დიალოგი საჭირო, დიალოგისაც საჭირო მაგალითად რომ მართლაც პრეზიდენტი გამოვიდეს, მაგალითად დებატებში მიიღოს მონაწილეობა რამოდენიმე წარმომადგენელთან თუნდაც და ჩვენ შეიძლება მოვუძებნოთ რაღაცა საერთო თემები, რომელთან დაკავშირებით შეიძლება საუბარი. ბევრი ნაბიჯები გასათქმენ. აი ის, რომ პოლიტიკოსებს არ შეუძლიათ საუბარი, სწორედ იმაზე მიგვითითებს, რამდენად ბანკროტი არის აი ეს პოლიტიკური კლასი, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა. ორივე მხრიდან. პირველ რიგში ასაკურველი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც მართლაც სრულად იგნორირებას უკეთებს. ხა მე ხშირად მესმის ხოლმე ამ ბოლო დროს ზოგიერთი
პოლიტოლოგი და ექსპერტი ამბობს, რომ გარკვეული კონტრაქტი იდება, როდესაც ხდება არჩევნები, ეს არჩევნები როგორი იყო, ეს მეორე საკითხია, რაც საგვირველია, რაღაცა გარკვეული კონტრაქტი იდება ხალხსა და ხელისუფლებას შორის და ის როდესაც ჩვეულებრივ კონტრაქტზე რო გადავიდეთ, ეხლა რა ვქეთ, მაგალითად მოვყოთ, როდესაც მე სახლის აშენება დაავალებ ვიღაცას და ვთვლი, რომ ის სახლ ცუდად აშენებს. ან მაგალითად კედელი ჩამოენგრა. ხო შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ 2008 წლის აგვისტოში კედელი ჩამოენგრა. რის გამო ჩამოენგრა, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ჩამოენგრა. ხო შეიძლება რომ ეს კონტრაქტი გაწყდეს, რატომ არის ეს კონტრაქტი ისეთი, აუცილებლად 2013 წელს უნდა დამთავრდეს. ერთადერთი კონტრაქტი, რომელიც მე აღარ წყდება ხოლმე, არის ეშმაკთან დადებული კონტრაქტი. ასე რომ ყველაფერი შესაძლებელია რომ შეიცვალოს. მეც არა ვარ მომხრე იმისა, რომ ყოველი 2-3 წლის შემდეგ ხდებოდეს ეს პროცესები. ეს მიგვიტითებს ჩვენ იმაზე, რომ ვერ მომწიფდა საქართველოში პოლიტიკური კლასი. ამიტომ არის საჭირო ახალი ძალები მოვიდნენ პოლიტიკაში, რომლებსაც შესაძლებელია მეტი კულტურა ექნებათ ერთმანეთთან საუბრისა და მეტი ნდობაც. ნანკა შენი მოსაზრება და აჩიკო ძალიან ცოტა დრო, ანუ მე ისევ დიალოგს უბრუნდები, შენი მოსაზრება, ვთქვათ, უნდა დასცნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან პოლიტიკოსები, არ უნდა დასცნენ. მე როგორც ნანკა მე უბრალოდ არ ვიცი სხვანაირად როგორ ხდება. მე პირადად ჩემო ოჯახში არის 4 ადამიანი. 4 ადამიანმა საპრეზიდენტო არჩევნების დროს სხვადასხვა კანდიდატს მისახმა. ამის არ ყოფილა ჩხუბის საგანი, ეს იყო განხილვის საგანი. ერთმა მიცა გამყრელიძეს, მეორემ გაჩეჩილაძეს, მესამე სააკაშვილს და მეოთხე საერთოდ არ წავიდა არჩევნებზე. მე მე ესე გავიზარდა, მე სხვანაირ მე არ ვიცი და ძალიან გთხოვთ, ნუ რა ვინ გამინაწყენდება, მე უბრალოდ სხვა ფორმა ურთიერთობის არ ვიცი. ჩემთვის ძალიან გულსატკენია, როდესაც ვთქვათ ნაციონალების მომხრე ეძახის, რომ იქ ფეხებს აბაკუნებს ვიღაცა სულელი ადამიანი, ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა იმ ადამიანის და ჩემთვის ძალიან მიუღებელია, როდესაც ის ადამიანი მე მეძახის ადამიანს, რომელმაც ვერ გავერკვია რა ხდება ამ ცხოვრებაში და მინდა რომ დაალაგდეს ყველაფერი და თუ შანსი არის პატარა მაინც რომ ეს იყოს მშვიდობიანად, აი ამის მომხრე ვარ, მეძახის მოღალატეს. არ შეიძლება ამის გაკეთება არც ოპოზიციის მხრიდან, არც ხელისუფლების მხრიდან. ერთი ჩარეცხილს მეძახის, მეორე ეგრეთ წოდებულს, ერთი მეუბნება რომ გარეწარი ვარ, მეორე მეუბნება რომ მოღალატე ვარ. სად ვარ საერთოდ ხალხმა მიშველეთ და არა მარტო მე, არამედ ყველა საერთოდ. არ შეიძლება ხალხის გახრეჭვა, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია. ის ვინც გაჩეჩილაძეს ვერ მიწვდება, ხო? ის მიწვდება თავის მეზობელს და რატო? და დაიწყება ჩხუბი. ის ვინც ბატონ სააკაშვილს ვერ მიწვდება, ის დაიწყებს ჩხუბს თავის მეზობელთან და მე მახსოვს ეს პერიოდი, როდესაც ჩემ მეზობელს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, არაპირადული ინტერესების გამო და პიროვნული თვისებების გამო, იმიტომ რომ ზვიადისტი იყო, დღეს 3-ჯერ ურტყავდნენ და ცემდნენ. მე ეს არ მინდა. და სწორედ აი ამის გამო ვითხოვ, რომ პოლიტიკოსებმა იქნება ხალხის დააპირისპირება, რომ არ მოხდეს რაღაცნაირად ჩვენ ხოლმე და მხოლოდ პოლიტიკოსებს არ უნდა შევატოვოთ არც ქვეყანა და არც რაიმე დიალოგი. ძალიან მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებამ უფრო აქტიურად მიიღოს ამაში მონაწილეობა, ამისათვისაც იგივე პოლიტიკურმა ელიტამ, იგივე პოლიტიკურმა კაცმა უნდა შექმნას რაღაცა გარკვეული ფორმატი, რომელშიაც საზოგადოებას მიიღოს მონაწილეობას. იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არა, იმედი არ მაქვს სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ეს მუდმივად, რომ ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. ჩვენ არ ვართ ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ამ ქვეყნისათვის. მე მინდა აჩვენოთ რატომ ეშინია რევოლუციის. ჩემ თაობასა, მე სწორედ იმიტომ მეშინია აი ამ რევოლუციის, რომ სწორედ რევოლუციის გზით ძალიან ყველაზე ვერ ვიტყვი, ხა რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა ხელისუფლებაში, სწორედ იმიტომ და შეგნებაც არ აქვს. ხელისუფლებას და ძალაუფლებას ძალიან ურევენ ერთმანეთს. და ძალაუფლება არ ნიშნავს დაუსჯელობას. ყველა პოლიტიკოსს უნდა ქონდეს იმის შეგნება ორივე მხარეს, რომ მის დაჟჯადია და ეს არ არსებობს და გაითავისოს ყველა ხალხს, ნუ გვაპირისპირებენ. მადლობა და აჩიკო, დიალოგს რაც შეეხება და იგივე საუბარი იყო, რომ საზოგადოება უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს, თქვენი მოსაზრება. საზოგადოება უნდა იყოს უფრო აქტიური და მე თავარს ვიტყვი, საზოგადოებამ არ უნდა დათმოს თავისი პრინციპები და ფასეულობები. ნებისმიერი მორალური წნეხი, რომელიც შეიძლება ნანკაზე იყოს, ნებისმიერ ჩვენგანზე ვიღაცაზე, მთავარია პრინციპი, საკუთარი და რა ფასეულობით ხარ. ეგ არის ყველაზე დიდი სიმართლე, რაც ადამიანს თავის თავში შეიძლება ქონდეს და ამით უნდა იხელმძღვანოს. მე ესე ხელმძღვანელობ და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანი. რაც შეეხება თქვათ აი ამ მომენტში დიალოგზე გასაგები რომ ეს შედგეს მიუხედავად იმისა რომ არის ხოლმე რაღაც შედარებები ხანდია ეშმაკისეულია და დიალოგი თქვათ იქ ხელისუფლება იმას ართმოს და ასე შემდეგ ეს ძალიან ჩახლართული სიტუაცია ჩვენ საზოგადოება იმისთვის ვართ ზუსტად რომ ერთმანეთს დავანახოთ ყველას რომ ჩვენ გვინდა ცხოვრება სახელმწიფოში სადაც იქნება კანონი სადაც საზოგადოებას ექნება თავისი უფლებები და ვერავინ ვერ შეძლებს ამ უფლებების ხელყოფას მაგრამ მე ძალიან დიდი ეჭვმეპარება რომ თქვა აი კონკრეტულად ამ ცვლილებებით რასაც ეხა ითხოვს პოლიტიკურ პროცესიდან გამომდინარე
რამე შეიცვალოს. მე საერთოდ ვერ გავერკვიე რა პოლიტიკური ანუ შეიძლება არ მომწონდეს ერთი, არ მომწონდეს მეორე, მაგრამ აქ არის რაღაცა საპირწონეზე იდება. ძალიან პრაგმატულად. მე ვერ გავერკვიე საერთოდ რა პოლიტიკური მოსაზრებების, რა იდეოლოგიის, რა მიმართულების და რა მიზნების ხალხია, რომელსაც უნდა თქვა ამის შესწორ. მე როის ვიცოდე, მე ამას გადავწყვიტავდი მარტივად, ეს მომწონს, ან ეს მომწონს. არ მომწონს. აი ამაშია საქმე. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ამიტომ ჩვენ საზოგადოება მაქსიმალურად, იმიტომ რომ ჩვენ მივხვდებით იმას, რომ შეიძლება 10-დან 9 საკითხში ვერ დავეთანხმოთ ერთმანეთს თავში ქვას არ ჩავარტყმოთ. შესაბამისად მართალია, რომ პოლიტიკოსები და ეს დიალოგი არ უნდა გახდეს მთელი ჩვენი სახელმწიფოებრიობის პრობლემა. ეს საზოგადოება უნდა გადაწყვიტოს და იმედი მაქვს, რომ ეს არ მივა იმ ისტერიამდე და ეს არ მივა ისეთ დაპირისპირებამდე, რასაც მე რას ვთქვი. დანამდვილებით ის ვერასდროს ვერ გაარკვეს. რო არ ველაპარაკებთ, არა უშავს, ხო დაველაპარაკეთ მე, მაგრამ დავკარგეთ ძალიან ბევრი დრო, ძალიან ბევრი ენერგია, ძალიან ფუჭად. პოლიტიკოსები ადამიანებს ხალხმა ეცადოს გაუფრთხილდეს ერთმანეთს. ხდება რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს. დღეს უბრალოდ თითქოს ძალით ვივიწყებთ ამას, ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. და როდესაც ძმა-ძმას ეუბნება, წადის თავისგან არ ეუბნება. მოკვეთას არ გულისხმობს თავის თავიდან. იმას გულისხმობს, რომ თუ შენ ამას საქმეში თავი ვერ გაართვი და ამ საქმეს, მოდი იქნებ გვერდზე გადადგე ცოტა ხანი. აი ეს არის ოპოზიციის მხრიდან მოთხოვნა და მე მინდა რომ მაინც ყველა მხრიდან იყოს კეთილგონიერება, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და ეხლა მართალ სასაცილოდ ნუ გავიხდით თავს. მართალია ჩიკო. ჩასაფრებული ყავს ძალიან დიდი მტერი. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩვენ დედები, განსაკუთრებით მოუწოდებთ ყველა იმას, ვით შეიძლება ხვალ ძმაზე ხელი აღმართოს და საერთოდ ერთმანეთზე ხელი აღმართოთ. ღმერთი არ გაგვიწყდეს ხალხ ნუ რაღაც არ ძალიან ვთქვათ, ყველა მარტივს ეს ერთმანეთის არ ჩავდაბარავს. მე არ ჩამომრჩეულთან არ მაქვს პრობლემა. მე მაქვს პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოსთან. სამწუხაროდ დიდი მადლობა სტუდიაში მოსვლისთვის. ნინო დანელიაც იყო ჩვენი სტუმარი, რომელიც სტუდიაში არ არის. ლაშა ბაქრაძე, ნანკა გალდოშვილი, აჩიკო გულედანი და თამრიკო ჭახონელიძე. დიდი მადლობა. მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით. კარგად წარდებოდეთ.